შუადღე მშვიდობის. დღე მშვიდობისა მოგესალმებით. ეს ვინ არის? ეს ბაბია გაიცანი გამარჯობა ბაბი. თანამშრომელი. ანუ მე მერვე თანაწამყვანი. უსაყვარლესი. ხო, ძალიან წყნარია ჩვენგან განსხვავებით, მშვიდი, სტაბილური. კარგი ბატონო, სანამ ბაბი შეეჩვევა ეთერს და ლაპარაკს წამოიწყებს, მანამდე მეგონი შეეჩვია უკვე. ნუ მაშინ ბაბიმ გააცნო საერთოდ ცხოველები გრძნობენ კარგ ადამიანს. ნამდვილად სოფო გეთანხმები, თან ფერებში რო ხართ, რასაც სწავლია, ულამაზესად გამოიყურებით. გუში შევტახდი. მაშინ ჩვენ ანონსი ვნახოთ და ვნახოთ ბაბი როგორ შეეჩვეოთ, ანონსი და ვნახოთ. და ჩვენ დავბრუნდებით რამდენიმე წამში. დღეს გადაცემაში ნახავთ 8 მარტი ქალთა დღეა. მოვისმინოთ ისტორია ამ დღესთან დაკავშირებით. მერი ნაკაშიძის რუბრიკა მერის წუთი. კიდევ ერთი ქართველი ქალის წარმატების გზა. რუბრიკის სტუმარია ანა მითაიშვილი. ვიხილოთ ქეთა ჩუთლაშვილის გამოკითხვა 8 მარტთან დაკავშირებით. როგორია სტუდენტური ცხოვრება ევროპაში? გამოცდილებას გვიზიარებს სტუდენტი ლიზი ჩხარტიშვილი. რამდენად მნიშვნელოვანია სწორი კვება და ფიზიკური დატვირთვა ორგანიზმისთვის? გადაცემის სტუმარია ფიტნეს ინსტრუქტორი და ნუტრიციოლოგი მარია მტვალი. რუბრიკა აჯაფსანდალი. საინტერესო თემები ელოდება ჩვენს მაყურებელს. ნამდვილად და მომდენო საათნახევრის განმავლობაში კარგად მოკალათდით და ყურადღებით მოგვისმინეთ. ხო, ალბათ ხვალ რო გავდიოდეთ ეთერში, 8 მარტის მოლოცვა დაგჭირდებოდა. წინასწარად მიულოცოთ. წინასწარად შეიძლება. გილოცავთ 8 მარტს. ისედაც ყოველი დღე ხო ჩვენია რა საჭიროა 8 მარტი კი, ხო? გეთანხმები სოფო. კარგი, მაშინ მოდი სხვა თემაზე გადავიდეთ. ხო, მოკლედ ჩვენ კი ვხუბრობთ ახლა, მაგრამ სულ რაღაც 100 წლის წინ, ან ცოტა მეტი წლის წინ ქალებს საარჩევნო უფლებაც კი არ ქონდათ, წარმოიდგინეთ, მანამდე საუკუნეების განმავლობაში, ნუ ახლა ამაზონიანელებს თუ არ ჩავთვლით და თამარ მეფეს და რამდენიმე გამოფწყინებას სოფლიოში, ძირითადად ქალები იყო უბრალოდ რაღაც ნივთი, რომელიც სარფიანად უნდა გაგეთხოვებინა, ან ნუ გაგეთხოვებინა მეორე მხრივ იმისთვის, რომ რაღაც ალიანსი დაგემყარებია, მაგალითად შეს ქვეყანასა და მეზობელ ქვეყანას შორის და ასე ვთქვათ, ძლავრად დადგომოდი მომხდურ მომავალ მტერს. ან რაღაც ეკონომიკური ალიანსი გაკეთებინა. ნუ მოკლედ ასე იყო საქმე, სანამ ძალიან ბევრი ჭკვიანი ადამიანი, კაცებიც და მათ შორის ქალებიც არ დადგნენ ამ მავნე პრაქტიკის წინააღმდეგ, ალბათ მომწიფთა კაცობრიობა 19 საუკუნის ასე ვთქვათ ბოლოს და მე-20-ს დასაწყისში იმისთვის, რომ საბოლოოდ ამ სისულელეზე ვეთქვა უარი. ბოლო-ბოლო როგორ შეიძლება სხვებს რო თავი დაანებო, საკუთარ შვილებს ასხვევებდა ერთმანეთისგან იმდენად, რომ ერთს უყურებდა როგორც შენს სისხლახორცს და მემკვიდრეს და მეორეს უყურებდა როგორც სარფიან, ასე ვთქვათ, რაღაც სავაჭრო ობიექტს. და მოკლედ იყო ასეთი ადამიანები, როზა ლუქსემბურგი, კლარა ცეტკინი, რომლებიც 90-იანებში და ცოტა მერე რაღაც პერიოდის განმავლობაში მოგვაძულა, ასე ვთქვათ, საბჭოთა კავშირმა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი რასაც აღნიშნავდა საბჭოთა კავშირი ძირითადად იყო ფეიკი და სისხლზე აშენებული და ამიტომაც თელ სოფლიოს და განსაკუთრებით იმ ქვეყნებს, ვინც შევდიოდით ამ საბჭოთა კავშირში, ალერგია ჰქონდა ამ საბჭოთა კავშირულ რაღაცებზე. არ და სინამდვილეში პირდაპირ კავშირი ამ ყველაფერს არ ჰქონდა, ასე ვთქვათ, ქალების მოძრაობასთან ბუნებრივია და შესაბამისად მოხდა ისე, რომ საბოლოოდ ქალებმა კაცებთან ერთად, ღირსეული მამაკაცებიც იყვნენ ამ მოძრაობებში, შეიტანეს დიდი წვლილი იმაში, რომ მინიმუმ საარჩევნო უფლება მოიპოვეს ქალებმა და შესაბამისად გახდნენ სუბიექტები ქვეყნის წარმომადგენლები და არა რაღაც ობიექტები. შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, რომ ქართულ ქალებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ამაში. პრინციპში ჩვენს ქვეყანაში შეიძლება ითქვას ნაწილობრივ მსგავსი პრობლემები თითქოს და არ იყო. ნუ თითქოს. თავი მოვიტყოთ შეგვიძლია, მაგრამ რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ იმის გარდა, რომ ქალი მეფე ყავდა 1000 წლის წინ დაახლოებით. ასევე შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, რომ 1918 წელს რო შედგა ჩვენი რესპუბლიკა, პირველივე არჩევნებში ქალები მონაწილეობდნენ და ყავდა პარლამენტარი ქალები და მათ სურათებს ხედავდით ახლა ეკრანზე ჩვენთან ერთად ის 5 ქალბატონი ვინც იყო, შეიძლება მეტიც იყო მონაწილე არჩევნებში, ყოველ შემთხვევაში რაც ასე ზერელად სუბუქად გავარკვიე, ეს 5 ადამიანი ნაღდად იყო
ასე ვთქვათ, პარლამენტში და წყვეტდა ქვეყნის ბედს. ეს ერთი, მეორე შეგვიძლია აღვნიშნოთ ისიც, რომ როდესაც საგანმანათლებლო საზოგადოება ჰქონდა ჩამოყალიბებული ჩვენს ღირსეულ წინაპრებს 19 საუკუნეში, იქ საოცარი ქალები მონაწილეობდნენ, არავინ და სხვათა შორის ჩემ და სამწუხაროდ ეგ ამბავი სულ რაღაც 10-15 წლის წინ გავიგე, ნუ მე ისტორიასთან შეხება არ ქონდა სამწუხაროდ არ ვიცოდი. იყო ასეთი პროექტი ჩვენს რადიოში, რადიოეჭერაში 50 ქალი. ზუსტად არ მახსოვს ასე ერქვა 50 ქალი საქართველოსდან თუ ღირსეული. ზუსტად არის. თავარია რომ იყო და ამ პროექტს როგორც ასე ვთქვათ ოპერატორსაც გამყავდა ეს ეთერში. და მე ვუსმენდი და აღმოაჩინე რომ ის აზრები რაც დღეს ჩვენთვის არის შეუულებრივი და პრინციპში გაუგებარი ამ აზრის საწინააღმდეგო რატო უნდა კონდეს ვინმეს აი იბადებოდა აქ ჩვენს ქვეყანაში ასე ვთქვათ ჩვენი ქვეყანა ნაწილი იყო სოფლიო ძვრების არ იყო რაღაცნაირად მოწყვეტილი ცალკე ჩვენ ცალკე და თქვენ დანარჩენები და შესაბამისად ამ ქალებმა დიდი წვლილი შეიტანეს იმაში რომ ჩვენ ასე ვთქვათ გლეხებმა უმეტესობა მე ხარ არ ვარ თავადების წარმომადგენელი საერთოდ წერა-კითხვა ვიცით რამდენიმე თაობაში აი ამ ადამიანების დავსახურება იყო იმ ღირსეულ მამაკაცებთან ერთად რა თქმა უნდა ვისთან ერთადაც ისინი ხარ-და-ხარ იბრძოდნენ და ნუ მოკლედ რა ვიცი დღეს ასე ვარ კი ბევრი პრობლემაა ბევრი სხვადასხვა წინააღმდეგობაა სხვადასხვა შორის ისიც უნდა აღნიშნოთ სამართლიანობისთვის რომ არის რაღაც გიჟური მიმდინარეობებიც არის თუმცა მაინც უნდა ვაღიაროთ ის რომ პრობლემები რჩება დღესაც ქალებთან მიმართებაში რჩება ეს არ არის ქალები ვიღაცა ხო ჩვენ აქ ვზივარ და ისინი ქალები სადღაც ხო ეს არის ჩვენი ოჯახის წევრებია ჩვენი მშობლებია და ცოტა სერიოზულად დავილაპარაკოთ ამაზე და რაღაც ხელის აკრებით გააჭირეთ ამათ თავისუფლებებით საქმე ასე მესამე პირში ლაპარაკი არ გამოვა იმიტომ რომ ჩვენზეა ლაპარაკი ჩვენ მშობლებზეა ლაპარაკი ჩვენ შვილებზეა ლაპარაკი ჩვენს მეუღლეებზეა ლაპარაკი და ნუ ბოლო-ბოლო რომ დავფიქრეთ მამაკაცები ამ შემთხვევაში ცოტა ისრებს გადმოიტან ხვალ რომ ჩვენ ჩავარდეთ გავს მდგომარეობაში და დავიწყოთ გაპროტესტება და გაგვაჩვენოთ მოგვეწონება არა ხო და ალბათ ამ კუთხითაც უნდა დავფიქრდეთ ბოდიში გზელი მონოლოგისტვის ახლა თქვენ კომპენსაცია გააკეთეთ ხო რა ის ამ ყველაფერს იმიტომ ლაპარაკობთ რომ მხოლოდ თვითონ ელაპარაკა არა სასიამოვნოა როდესაც მამაკაცი საუბრობს ქალების ისტორიაზე და ქალების სიძლიერეზე კი ბატონო რა თქმა უნდა მაგრამ მაინც საინტერესო იყო პატა მე მაინტერესებს ჩვენს მაყურებელს თუ ახსოვს წინა კვირას, როდესაც ერთ-ერთი სასიხარულო ამბავი უთხარი, როგორც იცით, წინა პარასკევს დაგვიბრუნდა რუბრიკა მერის წუთი და დღეს ტრადიციულად ისევ და ისევ რუბრიკა თქვენს წინაშე წარდგება მორიგი საინტერესო ადამიანი უნდა გავიცნოთ, რომელიც თქვენთვის ძალიან ნაცნობია და შეიძლება ზოგიერთისთვის ჩვენზე ნაცნობიც კი? კი ბატონო და ძალიან საყვარელი ადამიანია რომელმაც ბევრი იშრობა იმისთვის, რომ წარმატებისთვის მიეღწია. თუ ვინ იქნება დღეს მერის რუბრიკის გმირი, ამას თავად მერი გვეტყვის, ამიტომ დარჩით ჩვენთან ერთად და გავიცნოთ სულ სხვა მხრივ ადამიანი, რომელიც ცოტა ხანში შემოგვიერთდება. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ქალები აღწევენ წარმატებას, მაგრამ ამ წარმატების უკან ძალიან ბევრი ბარიერი იმალება. რა თქმა უნდა, ყველასა აქვს სურვილი და მიზანი, ხშირ შემთხვევაში ვიღაც აღწევს, ვიღაც ვერ, მაგრამ საერთო ჯამში შედეგი თვითონ ქალბატონებისთვის თუ როგორია და ვისთვის რა არის წარმატება, ეს უკვე ძალიან სიღრმისეული თემაა და ძალიან ინდივიდუალურია. ჩემი სტუმარი დღეს არის food blogeri Anna Mitaishvili, რა თქმა უნდა, საზოგადოება მას იცნობს, ყოველდღიურად ხედავს, ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს, მაგრამ არავინ იცის ანა როგორია კადრს მიღმა. მოდი გავიცნოთ. ანა, შუადღე მშვიდობის მოგესალმებით. გამარჯობა ანა. მოგესალმებით. ანა Mitaishvili, if ანა. დიდი მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან სტუდიაში. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ვიცი რომ ძალიან დაკავებული ხარ, ძალიან აქტიურად ხარ ჩართული შენ სფეროში. მოდი დავიწყოთ ყველაფერი თავიდან. არავინ იცის ანა როგორია კადრს მიღმა. პრინციპში ყველა მიცის როგორია ანა კადრს მიღმა, იმიტომ რომ მე არ ვთამაშობ. ისეთი ვარ, როგორიც მე ახლა ვარ თქვენს წინაშე. ხშირ შემთხვევაში მეც მიფიქრია ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც ვთამაშობ. რეალობა მიდის იქამდე, რომ კამერა ან თუნდაც ის, რომ ჩვენ უკვე შემართებით ვართ რაღაცა დოზით, აი ეხლაც კი, ოღონდ სასიკეთოდ ვთამაშობდი და არა ისე, რომ მართლა ვატყუებდეთ მაყურებელს, აი რაღაცა სხვა თვისება გვაქვს ან სხვა რაღაცას გეგმავთ. თუმცა
ვიყავ არც მაინც მოჭიმულები და მაინც ვართ ფორმაში. აი როგორი არის მოდუნებული ანა. რა ბარიერები გადალახა ანამ, სანამ მოვიდოდა აქამდე. ხო, ცოტა ისეთი გრძელი თემა. შეგვიძლია მოკლედ დაგიზიო. არაერთხელ მithქვამს ჩემ გამომწერებისთვის პირველი ბარიერი რაც იყო ბლოგინგში ესე რომ ვთქვათ, ხმის ტემბრი, რომელსაც ვერაფრით ვერ ვეგუებოდი და ძალიან ბევრჯერ მიწევდა ხმის ჩაწერა თავიდან. ანუ წამოვიდა კომპლექსები, მე წამოვიდა საკუთარი თავის ფილტრის გარეშე არ მოწონება, ესე რომ ვთქვათ, მთელი წელი ფილტრით ვიღებდი და შემდეგ ერთი დილა იყო, არ ვიცი რა მოხდა, უბრალოდ თქვი რომ მოდი მოვიხსნათ ახლა ეს ზედმეტი ფილტრები და ვიყოთ ისეთი როგორიც ვარ და პირველი ისტორია რომ ჩავწერე ფილტრის გარეშე ახალგაზრდებულმა ისეთები როგორებიც ვართ სინამდვილეში ეგრევე გადავედი მეთქი რამდენი ადამიანი ამეწერა საოცრება არც არავინ და ეს იყო ძალიან დიდი სტიმული გამომწერების მხრიდან, იმიტომ რომ ისინი გაძლევენ სტიმულს, რომ იყო ისეთი, როგორიც ხარ და თუმცა ვფიქრობ, შენ არ გაგიჭირდებოდა ეს, იმიტომ რომ ჟურნალისტიკური ფაკულტეტი დაამთავრე. მესმის, მაგრამ ჟურნალისტიკა კიდევ სხვა არის და მე ვთქვათ, სოციალურ სივრცეში თავის დამკვიდრება კიდევ სხვა არის. სხვა გამოწვევებია. არ მქონია გამოცდილება. არ მქონდა გამოცდილება. არა, იმიტომ რომ მე მალევე შევიცვალე აზრი, ესე რომ ვთქვათ, და პარალელურად ფინანსებში დავიწყე სწავლა და შემდეგ ის სამსახურიც მომდევნო 10 წლეული ესე თქვათ, საფინანსო ინსტიტუტში იყო. ეს ძალიან სპონტანური გადაწყვეტილება იყო, ბლოგის წარმოშობა, ეს მეუღლის იდეა, ყოველთვის ხას ვუსვამ, იმიტომ რომ როანა ნიკა დღეს იფიფანა არ იარსებებდა. ნიკა ვინ არის გავაცდოთ მაყურებელს? ნიკა არის ჩემი მეუღლე. აი, ძალიან საინტერესო თემას მივადექით. კარიერა და ოჯახი. როგორც ხედავთ ახლა, როგორც თქვი, ერთმანეთთან შეთავსებადია. კი. რომ არა ნიკა, ნიკამ რა გააკეთა თქვენ თვითონ ძალიან კარგი დღე დაგვემთ, ხო? დღე 7 მარტია არა ის რა, მაგრამ ქალებზე ძალიან ბევრი რამ აქვს მომზადებული და სიამოვნო იქნებოდა თუნდაც აღვიგნიშნა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კარგი მეუღლე წარმატების გზაზე. მოდი ესე ვთქვათ, ანუ კარგი მეუღლე ეს ხოსნის საოცრება და ბედნიერებაა და ასევე სწორი და კეთილი ადამიანები, ანუ გარემო, როგორ გარემოში მოგიწია ამ ყველაფრის დაწყება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რჩევის სახით მივცემდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ეხლა აპირებს სოციალურ სივრცეში თავის დამკვიდრებას, მაქსიმალურად შემოიკრიბონ მხოლოდ დადებითი ადამიანები და ისინი, ვინც რეალურად წუხს, ხო, რეალურად თუ რაიმე გაკრიტიკებს, ხო, რეალურად გეუბნება ამას, იმიტომ რომ უნდა რომ შენ უკეთესი იყო და არა უბრალოდ ადამიანები, რომლებიც რჩევას გაძლევენ უკიდეგონოდ, მაგრამ ამის უკან ცოტა სხვა რაღაცები ხო, რაც უფრო მეტ წარმატებას აღწევ, მეტი ეგეთი ადამიანია, რომ გზიდან შეიძლება გადაგახვევინოს თავისი არასწორი სიტყვით. როგორ მოხდა შენ შემთხვევაში ამ ადამიანებთან საზღვრის დაჭერა? მოდი ესე ვიტყვი, რომ მე ალბათ ბედნიერი ადამიანი ვარ, იმიტომ რომ ჩემს ირგვლივ ცუდი ადამიანები ფაქტიურად არ არიან, არ მახსენდება ესეთი, თუმცა ნეგატიურ კომენტარებს თუ არ ჩავთვლით, ხო? მაგრამ რა თქმა უნდა, ოჯახი ეს არის პირველი სტიმული, პირველი გულშემატკივარი, პირველი ადამიანები, ვინც შენთან ერთად იზიარებს ამ ბედნიერებას და ამ წარმატებას და კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ არა ოჯახის მხარდაჭერა ძალიან რთულია 24 საათიან რეჟიმში, მუდმივად იღებდე, მუდმივად აკეთებდე ბავშვები, სწავლა, თვითგანვითარება, ოჯახი, ეს ძალიან რთულია თუ გულშემატკივრები არ ყავს. რა თქმა უნდა. საიდან გაჩნდა პირველი იდეა food blogger-ი? მოკლედ. მიყვარს ხოლმე ამ ისტორიის გახსენება, იმიტომ რომ გაგანია კოვიდია, მე დავბრუნდი სოფლიდან, სოფელში მე გავიარეთ პირველი რთული 3 თვე და ეს ვთქვათ მეუღლე მირეკავს, ჩემი მეგობრები მელოდებიან, მოვენატრეთ ერთმანეთს და მირეკავს, რომ მე შენთვის მაქვს რაღაც განსაკუთრებული იდეა და მოკლედ სასწრაფოდ აჩქარებული მივდივარ სახლში, ნიკამ ხდება კამერით, ხო შორის ეს ფოტო არის პირველი, ნიკამ ხდება მობილური ტელეფონით და მე უნდა რაღაც თქვი. თქვი რაღაც. აი ხა თურმე ამათ ჩემს მეგობრებთან ერთად რაღაცები უსაუბრია და შეხედავ რაღაც ლამაზად გამოიყურებაო, ხმაცო კარგიაო და ხო არ გინდა გამოხვიდე food blogger-იო. და სიმართლე გითხრა კი გამიკვირდა, მაგრამ ეგრევე დავთანხმდი. კითხო და დღეს უკვე 4 წელი გავიდა. მოიცაი ხა, დავუდგა მოხიოთ. აი ესე ძალიან მარტო. გამიკვირდა, მაგრამ ეგრევე დავთანხმდი. კი, გამიკვირდა საკუთარი თავის. ამას აი ესე ჰაერზე არ გეტყოდა. ალბათ რაღაც ნიჭი შემჩნეული ქონდა შენში. როგორც ჩანს, ძალიან დიდხანს ფიქრობდა ამაზე, ამუშავებდა, ესე იცის ხოლმე რაღაცები. ანუ გურმანი ხარ, იყავი და ეხლა გურმანი ვართ, ოჯახის ყველა წევრი სათითაოდ ჩემი რიჩიკუნას ჩათვლით.
ჩემ ძაღლს გულისხმობ და გემრიელად ჭამა თავისთავად გულისხმობს გემრიელი კერძების მომზადებას, რაღაც ექსპერიმენტების ჩატარებას. ხო, რა თქმა უნდა, წინაპირობა არის. ანუ ეს უკვე კიდევ ჩემი ოჯახიდან მოდის, ბებიები არაჩვეულებრივად ამზადებდნენ, დედა არაჩვეულებრივად ამზადებს და ანა, მოდი ახლა აღნიშნოთ რა ნახე. ეს არის უბრალოდ გართობა, თუ ეს არის სერიოზული სამსახური, რომელსაც აქვს შემოსავალი. ეს არ არის არანაირად გართობა, იმიტომ რომ შეიძლება გაერთო დღეში 1 საათი და არა 24 საათი. აქ არის საუბარი ძალიან დიდ დისციპლინაზე. იმიტომ რომ არა მარტო ეს სფერო ნებისმიერი საქმის კეთება მოითხოვს მაქსიმალურად საკუთარ დანახარჯებს გულისხმობს, საკუთარ რესურსის დანახარჯს, მაქსიმალურის ჩადებას, რომ შედეგი მივიღოთ. ამიტომ არა, ეს იმიტომ რომ იმდენად მრავლად არიან ინფლუენსერები, ბლოგერები და ასე შემდეგ. შესაძლებელია ვიღაც, რა თქმა უნდა, ცდილობს რაღაცას მიაღწიოს, მაგრამ არ აქვს შემოსავალი. და ეხლა არ არის მარტივი 24 საათი დაუთმო ამ დროს და არ იყოს ის საარსებო წყარო. ანუ რამდენად გაამართლა ამ გადაწყვეტილებამ შენთვის და რამდენად ხარ დამოუკიდებელი ქალი? რეალურად დიახ, ეს არის მაღალშემოსავლიანი სამსახური, ესე ვიტყოდი, ოღონდ სამსახური არ არის, ეს არის ჩემი კომფორტის ზონა. მართლა როგორც თევზი წყალში, ისე ვგრძნობ თავს, იმიტომ რომ რეალურად შეიძლება 10 საათი მიდიოდეს გადაღება და მე ამ დაღლას ვერ ვგრძნობდე, როცა შეიძლება სამსახურში რომ ვმუშაობ და დამეწყო წოწონი, რომ აი ახლა ამდენს გვამუშავებენ და ასე შემდეგ, ხო? ანუ გიყვარს ასეთ საქმე? ეს საქმე მიყვარს, ალბათ ეს ჩანს ეკრანზეც და ის ბრენდები რომლებიც ჩემთან თანამშრომლობენ, აი იმ რაღაც შეხების წერტილს გრძნობენ, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთს ვირჩევთ. მე ვირჩევ ბრენდს და ბრენდი მირჩევს მე ზუსტად იმ თვისებების გამო, რაც მოგწონს ერთმანეთში. ეს ძალიან ისეთი როგორ გითხრა, ძალიან მნიშვნელოვანი წერტილია თანამშრომლობის. აი სხვათა შორის ახლა ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს და ერთ-ერთი მიზანი ჩემი რუბრიკის არის ის, რომ მოტივაცია მივცეთ ქალბატონებს. აი ვიღაც ვინც 1 წელია დაიწყო, ჩვენ ვიცით კარგად, რომ არ არის ადვილი, ძალიან ბევრი კარგი, სწორი მაყურებელი დავაგროვოთ. არ დაყაროს ფარხმალი, ვინც შრომობს და არის სტაბილური, აუცილებლად შესაძლებელია გახდეს თქვენთვის შემოსავლის წყარო და არა მარტო გართობა. გართობაში გულისხმობ იმას, რომ შეიძლება იყოს ეს მაგალითად არა პროფესიის სახით, არამედ გვიყვარს, მაგრამ აი ვაკეთებ და შემოსავალი არ აქვს. მაგრამ თუ სწორად მივუდგებით, შემოსავლიანიც არის და კომფორტის ზონაც არის, როგორც ანა აღნიშნა, როგორც თევზი წყალში, ისე ვგრძნობ თავს. ასევე უმნიშვნელოვანესია ჩვენ ოჯახის ჩართულობა ვახსენეთ, თქვენი ქალიშვილი, რომელიც ხშირად ჩანს სტორიებშიც და ვიდეოშიც. თაიაზე გვესაუბრე. თაია, მოკლედ ძალიან შეიფერა და ძალიან მოწონს ეს საქმიანობა, იმიტომ რომ თვითონაც უყვარს სამზარეულოში ფუსფუსი და რაღაცეებს აკეთებს და საერთოდ არ არის წინააღმდეგი ხოლმე რომ გამოჩნდეს სტორიში. და ხანდახან თუ არ მინდა რომ გამოჩნდეს, მაშინაც ჩნდება ხოლმე, შემოიპარება კამერაში და ესე სპონტანურად მოკლედ თაიაც ჩნდება. შეხედეთ, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია დაინახო მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში ორნაირი დედა. დედა, რომელიც მუშაობდა საოფისე სამსახურში და დედა, რომელიც ეხლა ცნობადია, თუნდაც ქუჩაში სრულიად უცხო ადამიანი მივარდება და ჩაიხუტება და კოცნის. პირველად ისე გაუკვირდა, ვიცნობო, მე ვთხარი, ესე პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ალბათ ჩემი გამომწერია თქო და ნელ-ნელა ისე მიეჩვია ამ ყურადღებას, რომ ძალიან ისეთია რა, მიხარია რომ მას მოწონს გამოჩენა. ალბათ სამოტივაციო იქნება შენი ყველა სტორი და ვიდეო, ასევე თაიას თანატოლებისთვის, მშობლები ალბათ გიზიარებენ კიდევაც ამ ისტორიებს. კი, მიზიარებენ, აი გუშინ იყო სხვათა შორის გამომწერი მწერდა, რომ რო არ გამეზიარებენ და არ შემეძლო რა, რაღაც ფაფუკი ფანკეიქების გაკეთება მინდა უთქვამს დედას და 4 წლის გოგოს უთქვამს, რომ იფიფანასთან ნახე გემრიელ რეცეპტს მოძებნიო და ხო, ესეთი მცირე დეტალები მოკლედ მავსებს ენერგიით და ყველა იმ ქალბატონს, ყველა იმ გოგონას, თინეიჯერს, ვინც ეხლა აპირებს რაღაცის დაწყებას. არ არის საუბარი აქ მაინდა-მაინც ინფლუენსერი გამოხედე, ბლოგერი, ხელსაქმე, ნებისმიერი ოცნება და წამოწყება. თუ თქვენს, ასე ვთქვათ, ოცნებებში არის, წარმოისახეთ ისე, როგორც ეს უკვე რეალობაა. დაფიქრდით, მართლა გინდათ? კი, გინდა? მაშინ შემოიკრიბეთ. დადებითი ადამიანები შეუდექი საქმეს და სულ წინ. ბევრი წინაღობა დაგხვდება.
ბევრი შრომა დაგჭირდება, მაგრამ შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი. არავინ არ მითხრას, რომ მე ვიშრომე და შედეგი არ გამოიღო. 1 წელში არ გამოვიდა, 4 წელში გამოვა. ხო, მაგრამ არ უღალატებ შენს მიზნებს. ძალიან ხშირად ვამბობ ზუსტად ამ სიტყვებს ხოლმე, რომ შრომა ეზარებათ ადამიანებს, თორე აუცილებლად მიაღწევენ იმ მიზანს, რაც აქვთ სამომავლოდ დაგეგმილი. ხო, მალე არ უნდა დაყარონ ფარხმალი, ხო? კი ბატონო, აი სადაც ვყრით ფარხმას და გონია რომ არაფერი არ გამოგდის, ზუსტად მაშინ ანათებს ის ვარსკვლავი, რაზეც ვოცნებობთ. ანა, ასევე ძალიან საინტერესო და ხშირად მსმენია სტუდენტებისგან, რა კომფორტული მაგალითად აი ინგრედიენტებით გააკეთა სალათი, რა კარგი, აი ვუხურებთ და დედაქალაქშიც რო ჩავსულ ვარ, ხშირად უთქვამთ, რომ აი ფიფანას იცნობ გამაცანი, იმიტომ რომ აი ჩემ შვილებს აი ამ საკვებით ვკვებავ და ძალიან საინტერესო და პრაქტიკულია. აი ამაზეც რო გვესაუბრო, იმიტომ რომ აბსოლუტურად სრული არჩევანი გაქვს კვების. კი, ესე იგი მაქსიმალურად, მოკლედ ვცდილობ, რომ ჩემი ბლოგი გავამრავალფეროვნო, სხვადასხვა რუბრიკებით და ერთ-ერთი რუბრიკა არის სტუდენტური რუბრიკა. მართლა სპონტანურად მომივიდა ეს აზრი, რომ მოდი ჩამეწერა იმდენად გამარტივებული რეცეპტები, რომ აი მართლა სტუდენტს რო არ შეეზარება, მაქსიმალურად გამარტივებული ინგრედიენტებით, მომზადების ტექნიკით, ესე იგი ყველაფერზე ვამბობ უას. ყველაფერი ჩავყაროთ ერთად და გამოგვივა ძალიან გემრიელი და მიხარია, რომ დედები უგზავნიან სტუდენტ-შვილებს და ისინიც არ იზარებენ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია სახლში ყვება, რა მოდი ვთქვათ, ჯანსაღი ყვება და სახლში ყვება ძალიან მნიშვნელოვანია და მეც თუ პატარა წლს შევიტან ამაში ძალიან მიხარია. კიდევ ესეთი რუბრიკა არის სტუმრად შეფთან, კულინარული მოგზაურობა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა კუთხეში ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ ჩემს გამომწერებთან მისვლას და სტუმრობას ოჯახში, რა საოჯახო რეცეპტები შევაგროვოთ და ასევე სტუმრად შეფთან რუბრიკა, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი უმნიშვნელოვანესი შეფმზარეულების კიდევ ერთხელ სხვა კუთხით წარმოჩენას, როგორც ეხლა შენ ცდილობ გააცნო ჩემი თავი მაყურებელს. აი ასევე ბოლო კითხვასაც დაგისმევ, დრო ვახსენეთ. ძალიან დიდი დრო მიდის ამ ყველაფერში. თავად აკეთებ, თავად ამონტაჟებ, ყველაფერი მე, კი. გადამღებიც, მემონტაჟეც, გამხმოვანებელიც, გამნათებელიც და ასე შენ. კი, კი. კი, ამას ნელ-ნელა პროფესიული თვისებები გამოიმუშავე, თუ აი გაიარე კურსები, იმიტომ რომ ალბათ ყველა საინტერესებს. ყველაფერი არის თვითნასწავლი, მონტაჟიდან დაწყებული და ერთ რჩევას მივცემდი ადამიანებს, ვინც ბლოგერობას აპირებს, ანუ ბევრჯერ უყურონ საკუთარ ნამუშევარს, როგორცაც მე ვშვები. ეს არის თვითკრიტიკა და თვითგანვითარება, იქ რაღაც არ მოგვეწონა, მოდი ეხლა გამოვასწოროთ და ესე მოდის უკვე 4 წელია. ანუ შენი ხმა უკვე რო გესმის, ქსიამოვნებს. უკვე ქსიამოვნებს, კი. ანუ საკუთარი თავი ეკრანზე შეიყვარე. კი. კი, თუ ძალიან რთული ყანასთან რამე კითხვები. ჩვენ ანა ბლოგამდე გვიყვარდა. ჩვენ მაინც და თქვენ არ ვიცი. პირველი კომპლიმენტი ჩემგან შეიძლება იყოს ის, რომ საერთოდ ადამიანის ხმით შეიძლება ვერ ხედავდე ადამიანს, მაგრამ გესმოდეს მისი ხმა და აღიქვა, რომ ეს ის არის და აი ჩემთვის თქვენ ხართ ერთ-ერთი ესეთი ადამიანი, რომელსაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო ხმის ტემბრი აქვს. და ახლა გადავალ კითხვაზე, ხო? კიდევ მე უბრალოდ შეკითხვა გამიშთა, როცა შეიძლება ვერ ხედავდი ადამიანს და გესმოდეს მისი ხმა, ეს არის ტელეფონით როცა დაურეკავ. შეიძლება არა, შეიძლება ქუჩაშიც მიდიოდე და გესმოდეს ხმა და უხდები, რომ ეს ის არის. ხო, რაც შეეხება ჩემს კითხვას, ქართულ კერძებზე მინდა გავამახვილოთ ყურადღება და თქვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანი არის. დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა კერძებმა იცვალა სახე, როგორც ვიზუალური მხარე, ასევე გემოვნებითი. როგორ მიესალმებით ამ ცვლილებას და რომელი არის ის ერთი კერძი, რომელიც თქვენთვის ყოველთვის იქნება შეუცვლელი? ესე იგი, ყველაფერს სჭირდება განვითარება და მათ შორის ქართულ კერძებსაც და მით უმეტეს თუ გვინდა რომ ევროპულ სტანდარტებს მოვარგოთ ჩვენი კერძები და ჩვენი კერძები შენ იცი ჩათუხთუხებული დიდ კვაფში მსუყე შუა ცეცხლზე ხო ეგ არის ჩვენი მაგრამ ევროპული სტანდარტები არ მოიცავს ამ 10 ლიტრიან ქვაბებში მომზადებას ხო ყველაფერი უნდა მოვიდეს სტანდარტებში ინდივიდუალურია და იმიტომ რა თქმა უნდა ინდივიდუალური თუ ავთენტურ სამზარეულოზე ვსაუბრობთ არაფერი არ უნდა შევცვალოთ ისეთი უნდა იყოს როგორიც არის და მე ხშირად სოფელში სწორედ ავთენტურ მიმართულებას ვიყენებ და ანუ ადამიანებს ახსენდებათ ბავშვობა სოფელში გატარებული დღეები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქართული კერძი რომ ამას იწვევს წარმოიდგინე და თუ მივდივართ რესტორანში რა თქმა უნდა შეიცვალოს უნდა გალამაზდეს გამრავალფეროვდეს და მე მივესალმები ამ ცვლილებას მაგრამ გემო
უნდა დარჩეს უცვლელი. ანა, უღრმესი მადლობა. მადლობა თქვენ. დაგემშვიდობებით წარმატებებს ისევ ალბათ ბლოგი გაქვს გადასახადები. კი, აი ნაიზე ტორტი მელოდებას არ ვამარტოთ. უნდა ჩვენი დავკრებ. სტუმარი იყო ფუდ ბლოგერი ანა მითაიშვილი. დაგემშვიდობებით. მერი ძალიან დიდი მადლობა რომ ანა დაგვანახე სულ სხვა კუთხით. მიუხედავად იმისა რომ ხშირად ვარ მაყურებელი მისი ვიდეოების, მაინც სულ სხვა არის, როდესაც ადამიანი კადრს მიღმა საუბრობს. ეს სხვათა შორის შეიძლება რუბრიკა აჯაბსანდალას კიდე აჯაბსანდალას გვაშორებს დაახლოებით 30 წუთი. შემიძლია თქვა რომ აი კერძ რო დასვით ქართულ კერძზე, არა მომშივდა კი არა. გუშინ ვიღავით ადგილს, საინტერესო ადგილზე ვუკრავდი და თან მეთქი საჭმელში რა შეჭავდა, სულ ვირჩევ ხოლმე რაღაცა ისეთ კერძებს რა. და ავირჩიე ლობიო. ანუ ლობიო სადმე შეკვეთით მით უმეტეს ძალიან უცნაურია ხო? ახლა ლობიოს ძალიან იშვიათად უკვეთავ, ნუ სადმე ისეთ რამე რიტუალურ ამბავზე თუ არ მოხდი ხო? ეს სასიხარულო იქნება თუ თვალწრემლიანი და შევხვდი, ჭამდი, კიდევ წრებლები წამომივიდა, ანუ უცებ მივხვდი რომ აი რამდენჯერმე მეგობრებს უთხარი რომ მეთქი მე მგონი ისე შეგზება მოგრო ბოლო რამდენიმე თვეა საჭმელი არ მიჭამია თქო. ანუ რაც ანამაღნიშნა ხო? მე ძალიან მიყვარს. კერძზე დამეწყო ის რა ქვია შეგზნება რომ აი გამახსენა რა ეს ამომივიდა ეს ყაწინები. მართლა გეუბნები აი სერიოზულად აი რა ლობიოა ბოლო რა ხო? ლობიო რა. ბოლო თქვა ქართული მცენარეც არა ჩამოტანილია. მაგრამ ანუ სასწაული იყო და მეთქი აი რა პრობლემაა ხო? თან ბოლო ვეგანური კერძიცაა რომ დაფიქრდი. თქვენ ხორცი არა ლობიოში. შესანიშნავი საოცრება სუყე, გემრიელი, ვიტამინებით სავსე, ჯავეს უნდა მეთქვა, კი ბატონო. მეგონი აჯობსანდალზე გადავიდეთ. იცით რატო გავამახვილე ყურადღება თანამედროვე კერძებზე არსებობს ასეთი კერძის სახეობა, ასეთი სახელწოდებით ჩაქონდრილი. კარგად ჟღერს ხოლმე და კარგად ჟღერს რა თქმა უნდა, მაგრამ როგორ ფიქრობ რა იქნება? წესით ხორცია. ხორცია ჩაქონდრილი, კარგად ჩაქონდრილი ხორცია. ჩაკინძული? მართლა გეუბნები. ხო და აი ძალიან მიყვარს, ანუ თბილისში ვიყავ ერთ-ერთ რესტორანში და მენიუში იყო წარმოდგენილი კერძების სახეობის ასეთი სახელწოდებები და მართლობა ვიფიქრე ეს რა არის თქო. ვერ მივხვდი და ამიტომ აი ხანდახან რაღაცნაირად ესე გაუგებრად არის ხოლმე წარმოდგენილი, რომ მოიტანე. არა ჩაქონდრილი ძალიან ძველი სახელია, კაცო. ჩაქონდრილი კი, მაგრამ ეხლა რაც ჩაქინძული აღარ ვიცი რამდენი ბალახიცა ჩაიმბალახებული თუ იქნება. ჩაქინძული. ესე იგი გამოდის რომ მე არ ვიცოდი. ჩამაკიდებული. შენ რა იცი? ყველა ხო სხვადასხვა კუთხიდან ვარ და იმდენი კერძე გახსოვს რამდენჯერმე სადაური ვარ და რომ საიდან ვარ ქართლელი ხარ წესიდან კახელი. ხო? გიზიყე. რა ხო რამდენი ვერ ვერკვე. ხორცთან ახლოს ვარ. ხო და შესაძლოა თქვენ მცენარეებთან, სუნელებთან ცოტა ნაკლები შეხება და თქვენ ხორცი გიყვართ, ხორცი თუ კი ხო ჯანიანები ხო. ჩვენ ცოტა სირისტიანი ხალხი ვართ აქ დასავლეთში, ჩვენ გიყვარს მცენარეები, სუნელები, რაღაცეები, ეს ყველაფერს რაღაცა უნდა მოვაყაროთ ხოლმე. შესაბამისად დააკვირდი ძალიან ბევრი, ანუ უფრო ბალახეული აქეთ. მთაში არის ხორცი, რომელიც კიდე რაღაცეებით აღშეზაებული, იმიტომ რომ დაღლილი მთაში მასეულები ადამიანი. ჯერჯერობით აჯაბსანდალის რუბრიკა აქვს. რა შეიძლება რაღაცა ისეთი ჭამოს, რომ თან რაღაცა ის გადაღლილია, წამე თოლში, 4 მეტრი თოლში ხალხი დადიოდა საუგუნეები. და ამიტომ პატა გადავიდეთ ახლა გამოკითხვაზე თორე მაინც ეთმოძო ლაპარაკობ. შენც მოგშივდა და ჩვენს მოყურებელსაც მოაშივებ და მოწყდებიან ეკრანებს. მე მგონი გამოკითხვა უნდა ვნახოთ ქეთა ჩუთლაშვილის 8 მარტთან დაკავშირებით და ვნახოთ არა კერძთან დაკავშირებით. კი ბატონო. 8 საუკეთესო კერძია. მოდი ვნახოთ თუ რა მოგვიმზადა ქეთა. 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღე დაღინიშნება. პირველ რიგში გოგონებო, ქალებო და ქალბატონებო, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ ამ დღეს. ამ დღეს სიმბოლურად ქალბატონებს ყვავილებს ჩუქნიან, თუმცა თუ ისტორიას გადავხედავთ, 8 მარტი არის დღე, რომელიც გვახსენებს ქალთა უფლებების დაცვის ისტორიას. ისინი ითხოვდნენ უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას, მოსმენასა და პატივისცემას და თანასწორობას. საინტერესოა, რამდენად იცის ჩვენმა მოსახლეობამ, რატომ აღნიშნავთ 8 მარტს. რატომ და როდიდან აღინიშნება 8 მარტი? ახლა როდიდან აღინიშნება არ ვიცი, მაგრამ მე 80 წლის კაცი ვარ და 8 მარტს ვარ დაბადებული და ძალიან მიხარია მაგ დღე. ქალები ითხოვდნენ უფლებებს. პარლამენტში შესვლაზეც ითხოვდნენ, მთავრობაში ითხოვდნენ. და
ბევრი უფლებები ჰქონდა და გაუკეთეს კიდეც ქალებს. საქართველოში ცოტა 3 მარტი დედის დღეთ აღინიშნა, მაგრამ იქ ყველა ქალი არ შედის, ვინც ზედა არ არის. ამიტომ 8 მარტი მაინც ქალების დღეა და იქნება 100. 8 მარტს აღნიშნავთ ოჯახურ გარემოში, შვილებით, შვილიშვილებით. და ძალიან საზეიმო და მნიშვნელოვანი დღეა. რა იცით 8 მარტის შესახებ? არაფერი ისეთი ახალი, ვიცი, ძველებურად როგორც იყო ქალბატონების მიმართ პატივისცემა და საჩუქრების მირთმევა და ვიცი, პატივისცემა. 8 მარტს აღნიშნავთ, იმიტომ რომ ქალბატონებს გაულამაზოთ ეს დღე და ერთ-ერთი დაუვიწყარი დღე იყოს უთავავ დღეებს შორის. თქვენ როგორ აღნიშნავთ? მე ძირითადად საჩუქარს ღებულობ აქეთ და შესაბამისად მეც იქით ვჩუქნი დედაჩემს. გილოცავთ ქალბატონებო 8 მარტს, ყოველივე კარგს გისურვებთ, წარმატებები და ის მიზნები რაც გაქვთ, უნდა აღსრულებოდეთ. თქვენი აზრით რომ არა ქალები როგორ იქნებოდა სამყარო? რომ არა ქალები არ იქნებოდა სამყარო. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ამ წინვალი დღესასწაულს, გაზაფხულის შესანიშნავ დღესასწაულს მივლოცავ ჩემს მეუღლეს, მივლოცავ დედაჩემს, მივლოცავ ჩემს ქალიშვილს და ყველა საქართველოს მანდილოსანს. ქალები არიან ყველაზე მაგარი, ძლიერები არიან. მე მინდა რომ ბედნიერი ქალი ვიყო. რა მნიშვნელობის მატარებელია 8 მარტი? ჩემს ახალგაზრდობაში ასე იყო და ასე აღნიშნავდით, რომ გვიხაროდა ეს დღე გაზაფხულის მოსვლასთან დაკავშირებით ერთმანეთს ვლოცავდით, მაგრამ მე როცა წამოვიზარდე, გავიგე რომ ეს დღე უკავშირდება, ესე იგი ქალთა უფლებებს და სახელები და გვარები როზა ლუქსემბურგი და კლარა ცეტკინი იბრძოდნენ ქალთა უფლებებისთვის, რაღაცა ხელფასებისთვის და ასე შემდეგ. მაგრამ ჩემში მაინც გაზაფხულს უკავშირდება 8 მარტი და ვლოცავ ყველა ქალს. რომ არა ქალები როგორ იქნებოდა სამყარო თქვენი აზრით? იქნებოდა ხოთაშორის მე უკვე დღეს მივაღწიე იქამდე რომ ვიცი რომ ქალის გარეშე ცხოვრება არ შეიძლება. ო და თუ შეიძლება ეგ თქვენ. აიმე, დიდი მადლობა. მადლობა ქეთა და ვინაიდან ჩვენ ხვალ არ ვართ ეთერში, მოდი წინასწარ მივულოცოთ ჩვენს ქალბატონებს ხვალინდელი დღე. კიდევ ერთხელ და არაერთხელ. თავარია რომ ის ბედნიერება გქონდეთ, რომელიც თავს გაგრძნობინებთ ბედნიერ ქალად, წარმატებულად და შემდგარ ქალად. გილოცავთ ქალბატონებო ასევე. არ არის ეს ყველაფერი მარტივი, მაგრამ ამისთვის ბევრი შრომა. კი, რაც თავარია, მე მაგალითად გისურვებდით, რომ პრინციპში ნებისმიერ დღესასწაული რასაც აღნიშნავთ ხოლმე, ვერბალურად მაინც, იმდენად, ასე ვთქვათ, ეგ პრობლემები წარსულში ყოფილიყოს, რომ როდესაც სადღაც მომავლის საზოგადოებაში ახსენებ ხოლმე, რომ არსებობდა 8 მარტი, რომელიც აღნიშნავდა ემანსიპაციას, ძალიან გაკვირებული იყურებოდნენ ხოლმე, ნუ თუ როდისმე ეგეთი პრობლემა ქონდა კაცობრიობას. ამას ვისურვებდი მაგალითად. კარგი, გადავიდეთ ახლა შემდეგ თემაზე და ჩვენ ძალიან ხშირად საუბრობთ ხოლმე ახალთაობაზე, ახალგაზრდებზე, სტუდენტებზე. წარმატებაზე, განათლებაზე. უამრავი გაცვლითი პროგრამით ჩვენი ქვეყნიდან მიდიან სტუდენტები და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში სწავლობენ. ასევე ინდივიდუალურადაც ირჩევენ ხოლმე სწავლას. ეს ადამიანზე და არჩევანზეა დამოკიდებული და ჩვენ ხშირად ვამახვილებთ ხოლმე ყურადღებას ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ იშვიათად თუ საუბრობთ, როგორ ცხოვრობენ სტუდენტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, რა უჭირთ, რა პრობლემების წინაშე არიან, რა გამოწვევების წინაშე არიან, თუ მოქმედებს ეს მათ შინაგან სამყაროზე, იცვლებიან, არ იცვლებიან, შემდეგ რა პროტესტი უჩნდებათ, თუ უჩნდებათ, რა დადებითი მხარე აქვს და ასე შემდეგ. ამიტომ უნდა მოვიწვიო ლიზი ჩხარტიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში უკვე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდა და სწავლობდა და არის ჯერ კიდევ ძიების პროცესში და ესეც ძალიან საინტერესო არის. დღემშვიდობისა ლიზი. გამარჯობა მოგზავნით. შემოგვიერთდი. მადლობა სტუმრობისთვის. თქვენ თან სწავლობთ, თან მოგზაურობთ, ხო? ხო, მე მგონი მუდმივად ცდილობს რომ განვითარდეს, ჯერ როცა მე მას ვესაუბრე, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ
ფიქრობს, რომ ანუ სწავლას იბერებდია და არასდროს არ არის გვიანი, ჯერ კიდევ ძიების პროცესში ვარ და საინტერესოა ეს პროცესიც, მაგრამ ჯერ დავიწყოთ სულ თავიდან, ხო? მაინტერესებს, იყო თუ არა შენი ოცნება, აი რაღაცას ხო ბავშვობაში ჩავიფიქრებთ ხოლმე, გავიფიქრებთ, რომ აი რომ გავიზრდები, ან სტუდენტი რომ გავხდები, აქ ვისწავლი ან ამ პროფესიას დავირჩევ. იყო თუ არა შენი ოცნება, რომ გესწავლა საზღვარგარეთ? გულწრფელი რომ იყო, ვიტყვი რომ არასდროს არ იყო ჩემი ოცნება საზღვარგარეთ წასვლა და ბავშვობაში სულ სხვა ოცნებები მქონდა, მაგრამ ნელ-ნელა მივხვდი გაზრდის პერიოდში, რომ მინდოდა დამოუკიდებლად ცხოვრება, ოჯახისგან მარტო ყოფნა და მაგის გამო გადავწყვიტე რომ წავსულიყავი საზღვარგარეთ. ისე ბავშვობის ოცნება სულ სხვა რაღაცები იყო, არ იყო დამოკიდებული სწავლასთან და უფრო რაღაც სხვა რაღაცებს. მოდი თან გითხარი რა იყო ეს ოცნება? მეხანძრე, კოსმონავტი, პოლიციელი. არა, ბავშვობაში სამოდელო სფეროს მინდოდა რომ გავყოლოდი, რაღაც ცოტა სხვანაირი გეგმები მქონდა. რომ დავფიქრდეთ მარტივად. ეს კი მოგზაურობაზე რო ლაპარაკობდით, მაგას გულისხმობთ, რომ შემოხვედით. ყოფილა სხვა შორის ჩემი ოცნება. და რატომ თქვი უარი გესწავლა და მიგეღო განათლება შენს ქვეყანაში? დაახლოებით 15-16 წლის ვიყავი, როცა უკვე დავდიოდი ფრანგულზე. საფრანგეთი იყო ის ქვეყანა, რომელიც ძალიან მაინტერესებდა. პარიზი იყო ჩემი ოცნების ქალაქი, ესე რომ ვთქვათ, მინდოდა რომ მომენახულებინა და გადავწყვიტე, რომ ამერჩია საფრანგეთი, საქართველოში აღარ დავრჩენილიყავი და მორგებულიყავი ევროპას. წავსულიყავი საფრანგეთში. მე როცა ჩახვედი, ოცნებები იყო იმ ოცნებებთან ახლოს თუ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დადექი. საქმეც ეგ არის, რომ თავიდან მქონდა ძალიან დიდი მოლოდინები, ფიქრობდი, რომ როცა ჩავიდოდი ყველაფერი ბევრად მარტივი აღმოჩნდებოდა, თუმცა რეალობა უფრო რთული აღმოჩნდა და არ ყოფილა ყველაფერი ისეთი მარტივი, როგორც მეგონა. რამდენი წელი დაგჭირდათ და აი შიგ რომ მოყვეთ იმ წლებში როგორ ხდებოდა ცვლილებები და როდის მიხვდით პირველად, რომ თურმე რაღაც გზა გაიარეთ და შედარებით უკეთესად ცხოვრობთ. იმ პროცესში ხო ვერ ხვდები რომ ვითარდები. აი და რამდენი წელი დაგჭირდათ ამისთვის? სხვა შორის საკმაოდ დიდი ხანი დამჭირდა, დაახლოებით წელიწად ნახევარი დამჭირდა ადაპტაციისთვის. და საკმაოდ რთული აღმოჩნდა ეგ პროცესი, იმიტომ რომ ოჯახისგან მოშორება, საკუთარ მეგობრების დატოვება, უცხო ქვეყანაში გადახვეწა, საკმაოდ ემოციური მომენტი იყო ჩემთვის და თან ის იყო, რომ მე არ ვიყავი დამოუკიდებელი ადამიანი, საქართველოში ბევრად დამოუკიდებული ვიყავი ოჯახზე, დედაზე განსაკუთრებით და საფრანგეთში მომიწია ყველაფერზე მარტო გამკლავება, დროის მენეჯმენტი, ყველაფერი იყო ჩემზე და ეს სხვა შორის თან დამეხმარა, მაგრამ გამიჭირდა. ანუ თქვენ თვლით რომ წელიწად ნახევარი დამკვიდრებისთვის ძალიან დიდი დროა და გადალახეთ ღმერთო ჩემო წელიწად ნახევარი ვიცოდი დამკვიდრებისთვის ჭირდება სამი ახლა ფეხით გავიქცე. აი ახალი ხო, ძალიან პატარა დროა რეალურად და არ არის მარტივი მართლა როცა დამოკიდებული ხარ ოჯახზე. დამოკიდებულებაში არ იგულისხმება ფინანსები, ასევე ფსიქოლოგიური მომენტიც, რამაც შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი უკან დახიოს და თუნდაც წამოვიდეს იმ ქვეყნიდან, სადაც თურმე ესეთი მარტივი არ ყოფილა. რამ გაგაძლიერა? როდის მიხვდი რომ ის ბარიერი გადალახე? მე ზოგადად ვარ ადამიანი, რომელსაც უყვარს საკუთარი თავისთვის გამოწვევების დაწესება. და როცა ვეუბნები ჩემ თავს, რომ აი აქამდე უნდა მიხვიდე, აუცილებლად უნდა მივიდე იმ ეტაპამდე და ფიქრობ ეგ დამეხმარა, რომ ჩემ თავს უთხარი, რომ უკან არ დაბრუნდები, წინ უნდა გააგრძელოს სვლა, რაც არ უნდა გამოწვევები შეგხვდეს ცხოვრებაში და სხვა სტუდენტებსაც მაგას ვეტყვი, რომ ბევრჯერ მქონია ეგ ეტაპი დაკარგული ვყოფილ ვარ, არ ვიცოდი რა მინდოდა ცხოვრებაში, როგორ მოქცეულიყავი, მაგრამ ჩემ თავს შემოუძახე და უთხარი, რომ არ გაჩერდე, გააგრძელე სვლა. ლიზი, საიდუმლო თუ არ თქვათ, მაგრამ დაუშვათ რა პროფესიების გამოვლა მოგიწიათ სწავლასთან ერთად რომ დამკვიდრებულიყავით, იმიტომ რომ შეიძლება დაუშვათ ყველას არ აქვს ბუნებრივ რომ სტიპენდია მიიღოს, მაგალითად მithოდეს უცხოური ქვეყნიდან. სხვა შორის ძალიან ბევრი პროფესია გამოვიცვალე ამ ეტაპამდე. თავიდან დავიწყე ფრანგული ენის კურსზე სწავლა, იმიტომ რომ გამეძლიერებინა ენის ბარიერი. შესაბამისად, შემდეგ უკვე სოციალური მეცნიერება, სამართალი, მოკლედ ძალიან ბევრი ფაკულტეტი გამოვიცვალე და ამჯერად ვფიქრობ ტურიზმის სფეროში გადახვეწას. ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, მაგრამ
ცოტა ისეთი ადამიანი ვარ, რომ ჭირდება ცვლილებები ცხოვრებაში და გამოცდილებებსაც ვიღებ. კი ბატონო, ეს სწავლის პროცესში მე ვამბობ, რომ პარალელურად მუშაობდით თუ არ ჭირდებოდა მუშაობა და თუ მუშაობდით რას? პარალელურად მუშაობდი. სხვათა შორის ევროპა მაგ მხრივ ძალიან ნაყოფიერია სტუდენტებისთვის, იმიტომ რომ არის part-time ჯობები, რაც გულისხმობს ნახევარგანაკვეთზე მუშაობას და სტუდენტებისთვის საკმაოდ ხელმისაწვდომია, რომ იმუშაონ თან სწავლასთან ერთად. ანუ არაკვალიფიციური სამსახური ალბათ, ხო? როცა შეგვიძლია როგორც ადამიანმაც იმი ენერგია დავხარჯო და მივიღო. მაგალითად, აი ბავშვის დატოვება, ძაღლის გასეირნება და მსგავსი სამსახურები ძალიან ბევრია. ანუ სამსახურის გარეშე სტუდენტი არ დარჩება, მთავარია იყოს შრომის მოყვარე და თანხასაც გამოიმუშავებს სწავლასთან ერთად. ამჟამად რომელ ქალაქში ხარ? ამჟამად გადავედი ესპანეთში საცხოვრებლად. ბოლოს 3 თვეა ესპანეთში ვცხოვრობ და ბარსელონასთან ახლოს პატარა ქალაქში ვცხოვრობ, საკმაოდ მომწონს. საფრანგეთს მირჩევნია, იმიტომ რომ საფრანგეთში უფრო ფორმალური დისტანციური ადამიანები არიან და ესპანეთში გახსნილი, თავისუფალი, მარტივი და ძალიან მიყვარს მარტივი და ემოციები. ტემპერამენტიანი ხალხი არის საკმაოდ, კი. როგორი მეთოდია სწავლების ევროპაში? სხვათა შორის ფიქრობდი მაგაზე, მე საქართველოში არ მისწავლია, მაგრამ ევროპაში თეორიას. თუმცა როგორც მახსოვს, აქ ეროვნული გამოცდები გაიარე, ხო? კი, ეროვნული გამოცდები ჩავაბარე, უნივერსიტეტი აღარ გავაგრძელე, მაგრამ საქართველოში ბევრად თეორიული სწავლებაა ვიდრე ევროპაში. ევროპაში აქცევენ ყურადღებას პრაქტიკას. ეხლა ესპანეთში ძალიან ბევრი პრაქტიკაა სწავლის დროს, საფრანგეთში შედარებით ნაკლები, მაგრამ საქართველოში ბევრ დროს უთმობენ თეორიას და მე ზოგადად პრაქტიკული ადამიანი ვარ და მირჩევნია მეტი პრაქტიკა. შეგვიძლია ვთქვა, რომ ჩვენთან ამდენი ლაბორატორია ფიზიკურად არა, ამდენი ბაზა ფიზიკურად არა, ჯერჯერობით კი ვითარდება ფაქტია. მაგალითად ჩვენი უნივერსიტეტი 10ჯერ გაიზარდა ზომაში უბრალოდ ამ ყველაფრის გამო, მაგრამ მაინც რა საკმარისი და შესაბამისად ეხა ის პრაქტიკაში რაღაც პროფესიას რო ირჩევ და გჭირდება მართლა კიდე ერთხელ ლაბორატორია ვახსენე, ნუ ფიზიკურად თუ არა ადრონული კოლაიდერი ბათუმში ვერ აშენდება კიდე 500 წელი, შეიძლება არც დაგჭირდეს, მაგრამ თუ ფიზიკა გინდა და ბირთვული ფიზიკა გაინტერესებს ნაწილაკები, ნუ მოგიწევს ან შვეიცარიაში ან ამერიკაში წასვლა. ასე რომ მე ძალიან კარგად მესმის რასაც ამ. ლიზი, როგორც გისმენდი, ამბობდი, რომ მუდმივად ძიებაში ხარ და გიყვარს, როდესაც საკუთარ თავს გარკვეულ გამოწვევას უწყობ. ხომ არ ფიქრობ, რომ ეს უფრო დაგაბნევს და შემდეგ გაგიჭირდება კონკრეტული პროფესიის არჩევა? თუ უბრალოდ ეს მრავალფეროვნება შენთვის უბრალოდ მომხიბვლელია. ვიტყვი ამ თემაზე, რომ თავიდან ძალიან დაბნეული ვიყავი და დაკარგულად ვგრძნობდი თავს და ეს იყო ის მომენტი, როცა ცოტა დეპრესიაც მქონდა, ვფიქრობდი, რომ ვერ ვიპოვიდი რა მინდოდა გამეკეთებინა ცხოვრებაში, მაგრამ მე მივხვდი, რომ ეს ძიების პროცესი იმდენად საინტერესოა ჩემთვის და იმდენად გამზარდა პიროვნულად, სოციალურ ცხოვრებაშიც იმდენად დამეხმარა, რომ ვფიქრობ არ არის რთული. ახლა ამ ძიების პროცესზე დამოკიდებული გავხდი და სულ ვარ ძიებაში. შვენიერი, როდესაც გადაწყვიტე, რომ გესწავლა უცხოეთში და წასულიყავი, დაგეტოვებინა ოჯახი. იყო თუ არა რაიმე წინააღმდეგობა? ან თუ ცდილობდნენ, რომ გადაგეფიქრა? სხვათა შორის მამის მხრიდან მოდიოდა ეგ მომენტი, რომ უნდოდა რომ არ წავსულიყავი, სახლში დავრჩენილიყავი, ფიქრობდა, რომ გამიჭირდებოდა. მაგრამ საბოლოოდ ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რაც მეც მინდოდა, რაც მე მინდოდა, პირადად რომ გამეკეთებინა და ამიტომ გადავწყვიტე, რომ მაინც წავსულიყავი და როგორ შეეგუა? სხვათა შორის დღემდე უჭირს. სულ მეუბნება, რომ დაბრუნდი, სახლში ჩამოდი, ჩემთან იყავი. ხო, სხვათა შორის მამებს ხო რაღაცნაირი ესეთი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ გოგოების მიმართ. თან რთულია ხა ერთი სიტყვით რო ვთქვათ და შევაფასოთ, ხა ეს და უცბად გოგო საყვარელი შვილი, ყველა შვილი საყვარელია, რა თქმა უნდა, მაგრამ ესე უცბად ადგეს და წავიდეს ქვეყნიდან, რომელთანაც ვერ ახერხებ ხშირ კონტაქტს ვერ ხედავ. ან დიდხანს უნდა მიდიოდეს, ხო? 2 წელი უნდა ალაგებდეს პარკს. ან ხშირად ჩამოდიოდეს. აი, დაუშვათ, აი თქვენი თანატოლია ცოტა უცროსი, ვისაც აი რო აკვალიანებდეთ ახლა, რას ეთყოდით, აი რაღაცა პუნქტები თუ არსებობს ესეთი დაუშვათ თქვენთვის დაალაგებული, აი რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კომფორტულად იგრძნოს თავი უცხო გარემოში, იმიტომ რომ ბუნებრივია მეზობელ ქალაქში ჩვენივე ქვეყანაში რომ მიდიხარ, იქაც რაღაცა სხვაობები არის და მაინც გიწევს შეგუება, ხო? დილას უკვე აღარავით აღარ მოგიზადებს საუბარს. შენ თვითონ
ხდები და ამოუკიდებელი, ანუ უნდა შედგე პიროვნება. მეგობრებს ვერ დაურეკავ. თუნდაც მეგობრები ყავდეს, მაინც დამოუკიდებლად მიდიხარ და აი რაღაც რამდენიმე პუნქტი, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინო და რამდენიმე სასურველი პუნქტი, რომელიც კიდევ უფრო მეტ უნარს შეგუმატებდა. ხო, რისთვის უნდა იყვნენ მზად? პირველ რიგში თუ აპირებენ ევროპაში წასვლას, მზად უნდა იყვნენ ბიუროკრატიისთვის. ამას აღნიშნავ აუცილებლად, იმიტომ რომ საშინელი ბიუროკრატია, უნდა ქონდეთ მოთმინება, თუ არ ექნებათ გამოიმუშავებენ აუცილებლად და რაც მთავარია, უნდა გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან, იმიტომ რომ როცა ვუყურებ ჩემს თავს, ადრე არ შემეძლო გამოსულიყავი კომფორტის ზონიდან, ახლა ძალიან მარტივად გამოვდივარ, იმიტომ რომ არის მომენტები, როცა უნდა აჯობო შენ თავს და დაძლიო ეს სიზარმაცე და გადადგა ნაბიჯი და ყველას ვეტყოდი, რომ ვინც ფიქრობს საზღვარგარეთ წასვლას, რომ არ დანებდეს, აუცილებლად იაროს წინ და წინ და თუ უნდათ რომ გაიგონ სადამდე შეუძლიათ მისვლა, აუცილებლად უნდა გადადგან ნაბიჯები. ხო, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, აი როგორ მოხვდი უნივერსიტეტში. აი ეს სირთულეები არა მარტო ალბათ შენს თანატოლებს აინტერესებს, არამედ მშობლებსაც. როგორ უნდა მოხვდეს, როგორ უნდა გაიაროს, გამოცდები ფასიანია, აი აქ რა სირთულეებს ვაწყდებით არის, მაგალითად შესაძლებლობა და საშუალება, რომ აი ერთმა ქართულმა ოჯახმა თავისი შვილი გაუშვას, აი საკმაოდ საშუალო დაფინანსებით მაგალითად და არა კოლოსალური თანხების მეშვეობით. სხვა შორის საფრანგეთში სწავლა არის ძალიან იაფი. ენა თუ იცი უფასოა თან, ხო? თუ იმ ენაზე ჩააბარებ. უფასო არ არის, მაგრამ იაფია საკმაოდ. ინგლისურ ენაზე სწავლა ბევრად რთულია და ბევრად ძვირი ჩდება. შესაბამისად, საფრანგეთში წასვლას ვინც გეგმავს, ახლა მე 2 წელი ვიცხოვრე საფრანგეთში, ვურჩევდი, რომ ფრანგული ენა ისწავლოს, რაც მთავარია და კამპუს ფრანსე არის ესეთი ორგანიზაცია თბილისში, სადაც შეუძლიათ, რომ შეიტანონ განაცხადი, გაგზავნონ 3 უნივერსიტეტში, ახლა შეიძლება შეიცვალა და შესაბამისად დაელოდონ უნივერსიტეტის პასუხებს. რაც მთავარია, სამოტივაციო წერილზე უნდა იზრუნონ, იმიტომ რომ სამოტივაციო წერილი არის ის, რის მიხედვითაც არჩევენ სტუდენტებს და სულ ეს არის მთავარია მოინდომი. საინტერესო იქნებოდა შენი სამოტივაციო წერილი. რაც შეეხება ესპანეთს? ესპანეთში მხოლოდ 3 თვეა ვცხოვრობ, თუმცა ესპანეთში სწავლა, რა ვიცი, ჩემთვის ბევრად მარტივია, ვიდრე საფრანგეთში სწავლა და ალბათ ესპანეთში ენას უფრო აქცევენ ყურადღებას, როცა საკუთარი ენა იცი, საკუთარ ქვეყანაში, ეს არის ყველაზე დიდი ნაბიჯი, რომ დაიწყო სწავლა და წინსვლა. როგორი არის ურთიერთობები ევროპაში? ხაი წარმოვიდგინოთ, რომ დაუბრუნდეთ ცოტა უკან, ჩახვედი, მარტო ხარ, არ ყავს ნაცნობები, არ ყავს ახლობლები, არ ყავს მეგობრები, ვერ ესაუბრები ვერავის და საკმაოდ სტრესული არის ეს პროცესები. აი როგორ გაუმკლავდი ამ ყველაფერს და ისედაც მაინტერესებს, ქართველები ხო ძალიან მეგობრულები ვართ, ხო, თბილი ადამიანები ვართ, გახსნილები ვართ და ყურადღებიანები ვართ. აი ამბობენ რომ აი ევროპაში უფრო ცივი ხალხია და თუ არ ჩათვლიან საჭიროდ, რომც შეგამჩნიონ, რომ დახმარება გჭირდება, ან გვერდში დგომა გჭირდება, შეიძლება უბრალოდ მარტივად ესე თავი აგარიდონ. სხვა შორის საფრანგეთში არის ძალიან დისტანციური ხალხი. თითქოს აქვთ კედელი აშენებული და წლები შეიძლება დაგჭირდეს, რომ დაუახლოვდე. ამიტომ მე მაგალითად საფრანგეთში ცხოვრების პერიოდში უცხოელი მეგობრები ბევრად მეტი მყავდა, ესპანელები, კოლუმბიელები, ვიდრე ფრანგები. ესპანეთში საფრანგეთთან შედარებით ბევრად გახსნილი საზოგადოება ცხოვრობს, სულ ცდილობენ რომ დაგეხმარონ, დაგიმეგობრდნენ, შესაბამისად რთულია ინტეგრაცია საფრანგეთში ვიდრე ესპანეთში. ამ თავის საზღვრებს ძალიან კარგად იცავენ და ურთიერთობებით არ ჭირდებათ ის, რომ ყველა გაიცნონ და შემოუშვან თავის წრეში. ისიც აკმაყოფილებთ ალბათ რა გარემოცვაშიც არიან. ქართველები ეგრე არ ვართ. ხანდახან სამწუხაროდ. არ ვიცით საზღვარი, ეს ყველაფერს თავისი მინუსი ყვა. კი ბატონო. ჩვენ შემთხვევაში მინუსი იგია, რომ საზღვარი არ ვიცით ადამიანი დაკავებულია რა, დაკავებული რაღაცა და შეიძლება აი ამენა იტალიურ ეზოებში რა. სხვაზე არა ლაპარაკი, მე თვითონ წლები ვიხდებოდი მაგალითად საზღვრის დაცვას. რაც ახლა მეცინება, როგორი დავუშვი მომაბეზრებელი ვიყავი ხანდახან, როგორია რომ თითქოს და რას ქვია, რაღაცეები, ხო? როგორ აქცალია? ხო, ანუ ვერც ხდები რომ ეგრო ვიღაცას ეთქვა ხმამაღლა, ხო? ძალიან გვეწყინებოდა კიდეც და ალბათ ცხოვრებაში თითო ადამიანი მაინც ყავდა, ვისაც უთქვამს ეს. იცი რა ახლა არცალია ცოტა ხანი და მერე და ფიქრობდი, ღმერთო, რა უხეშია, ხო შეეძლო. როგორ არცალია? დღეს ხო, რას ქვია არცალია? ეხლა ეგრე აღარ ხარ. არა, მაგრამ ხო ნუ არის ყველა ქვეყანაში არის უკიდურესობით წეგას შენაც ახსენე, ხო? რაც უფრო ჩრდილოეთით ვიდიხარ, მით უფრო ცივდება ხალხი და არც არის გადარჩენაზე. თაშიც ასეა, ხო? რაც უფრო მაღლა ხარ ზღვის დონიდან, მით უფრო
ადამიანებს არ ცალიათ ამ ზედმეტი, ასე ვთქვათ, ჩადმისთვის, იმიტომ რომ მართლა გადარჩენისთვის იბრძოდნენ სულ ახლა მაღლა ცხოვრება ეგეთი. და გეოგრაფიულადაც, რაც უფრო სამხრეთშია, მით უფრო სითბოა, იმიტომ რომ მოსავალი ადვილად მოდის ნაკლები სამუშაოა და შესაბამისად ყველა არის ლაღი და გადაღან მოამბეზრებელი თუნდაც. თუმცა ეს არ აღიქმება ასე პრობლემა, როცა ყველა ერთნაირები ვართ. სამაგიეროდ ესპანეთში სხვა სიტუაცია დაუხვდა. კულტურული შოკები ვიღებ. პირდაპირ მნიშვნელობით, როდესაც საფრანგეთში შოკის რაღაცა ევროპისეულია მე მგონი. არ ვიცი, ესე დავარქვი, იმიტომ რომ საფრანგეთში ერთი წელი ვცხოვრობდი კორპუსში, სადაც მეზობლებს არ ვიცნობდი, ერთი კარის მეზობელიც არ იყო, რომელსაც ვიცნობდი და საქართველოში შეუძლებელია რომ მეზობელს არ იცნობდე. ანუ და ესპანეთში? ესპანეთში სხვათა შორის ვიცნობ უკვე მეზობლებს. კი. სასიამოვნოა. შვენიერი. აი, იცით რა მაინტერესებს და საინტერესოა ლიზი შენ შემთხვევაში როგორ არის? როდესაც ახალგაზრდა განსაკუთრებით ქვეყანას ტოვებს მედიის საზღვარგარეთ, იქ რა თქმა უნდა განსხვავებული გარემო ხდება, განსხვავებული ადამიანები, განსხვავებული შეხედულებებით, აზრებით და ასე შემდეგ, ხო? გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, როდესაც ანუ იქ ცხოვრობს უკვე და წლები დაყო უკვე იქ ცხოვრების, როდესაც უბრუნდებიან ქვეყანას ცოტა უჭირთ უკვე ურთიერთობა, თუნდაც ოჯახის წევრებთან, თუნდაც მეგობრებთან, ახლობლებთან. ჩვენი გადმოსახედიდან ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ აი ცნობილი ფრაზაა, ხო, აი წავიდა ევროპაში, ისწავლა, იცხოვრა, ჩამოვიდა, რა შეცვლილია, სულ სხვანაირი დაგვიბრუნდა. აი ეს პატარ-პატარა პრობლემები თუ არის შენსკენ. ერთადერთი რაც არის, რაც ევროპაში გადავედი და მარტო ვცხოვრებ, მივეჩვიე სიმშვიდეს, ჩემს ზონას, ყუდრო გარემოს და ცოტა მიჭირს ხოლმე ოჯახთან, აი 1-4 საათი რო ვარ ხოლმე, ცოტა მიჭირს ხოლმე ინტეგრაცია. და მეგობრებთან მარტოება მჭირდება, რომ გავიდე ცოტა მარტო ვიყო და ჩემთავს დაუთმო დრო. როგორ ფიქრობ, აი რო შევადაროთ, თაობათა განსხვავება როგორი არის? თაობათა სხვაობა ევროპაში? კი. საქართველოში უფრო იგრძნობა, ვიდრე ევროპაში თაობათა სხვაობა. რას გულისხმობ? საქართველოში მაგალითად დედაჩემსა და ჩემს შორის სხვაობა თაობებს შორის თუნდაც დედაჩემსა და ბებიაჩემს შორის მეტად ბევრია, ვიდრე ევროპაში ახალგაზრდებსა და მათ მშობლებს შორის. ალბათ ეს კომუნისტური გავლენა იგრძნობა საქართველოში მეტად და ეს არის მიზეზი. შეხედულებები. ანუ როგორი ურთიერთობები აქვთ აი უფრო სიღრმისეულად რო ვისაუბროთ, შენ რასაც დააკვირდი და რა იყო აღმოჩენა? ვა, ნახე. აი ევროპაში, რასაც მინდა რომ ხაზი გაუსვა, 18 წლის ასაკში ბავშვი უკვე გადადის მარტო საცხოვრებლად, მშობლებს და შვილებს არ აქვთ ისეთი ახლო ურთიერთობები ერთმანეთში, როგორც საქართველოში. მე სამომწონს პირდაპირ. თუმცა ძალიან კარგია იმ 18 წლის ბავშვისთვის, ვინც გადადის, იმიტომ რომ იცის დამოუკიდებლად როგორ უნდა მართოს საკუთარი ცხოვრება, საკუთარ თავზე არის დამოკიდებული ფინანსების მხრივ, ნებისმიერ საკითხში. თუმცა აქვთ მაინც იმედი, რომ მშობელი გვერდით ყავთ. მაგრამ საქართველოში 40 წლამდე მშობლები შვილებს უვლიან და რავი, საჭმელსაც აჭმევენ. დედა გვენაცვალოს. ზუსტად. ხო, იცი რა არის, კი, რაღაცა უმეტეს ნაწილში აბსოლუტურად გეთანხმები, თუმცა ვფიქრობ, რომ შეიძლება რომ ერთ ჭერქვეშ იცხოვროს მშობელმა და შვილმა, მაგრამ აბსოლუტური თავისუფლება მისცეს იმისთვის, რომ იყოს აი საზღვრების დაცვა როცა გვეწოდინება, მაშინ მარტივია. ეხლა რაც არ უნდა მოგვეწონოს ევროპული ცხოვრების სტილი, რაღაცა ჩემთვის ცოტა მტკინვეული იქნება. ეხლა მაგალითად ჩემი შვილი რო გახდება 18 წლის და მითხრას, რომ აი დედა მე ცალკე გადავდივარ საცხოვრებლად. რა თქმა უნდა, მის გვერდით დავდგები და მის დადგები მაგრამ აი ეს რა დამიჯდება ეს რა ვიცი გვერდ მაიცის უკვე ეს თაობა სხვათა შორის ჩემი და შენი შვილის თაობა ამ ყველაფერს შეიძლება მოესწროს და არ გაგვიკვირდეს სამაგერად შეიძლება განსხვავებით თასნის შეკვრა ეწოდინება 3 და 4 წლიდან 18-დან თუნდაც და არა 40-დან როგორც კეთილი. იცი რა არის აი მაგალითად აი ემიგრანტებზე რო ვფიქრობ, მშობლები რო იქ არიან, იმიტომ რომ გამოყვებონ თავისი შვილები და წლების განმავლობაში ვერ დახულობენ ოჯახს, აი აქ ძალიან მტკივა გული ხოლმე. თუნდაც საცხოვრებლად ცალკე გადავიდეს, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში რო იყოს, აი ეს იქნება ძალიან კარგი, იმიტომ რომ ახლა ჩვენ მივალთ ისეთ რაღაცა და რასაც ჩვენი გადაცემის ფორმატით წდება. მივალთ იქამდე რომ ვისაც აბარებ ქვეყანას, იმან უნდა მოუაროს ქვეყანას ისე, რომ ადამიანს არ დაჭირდეს გარეთ გასვლან და სხვათა შორის 8 მარტია და ესეც უნდა აგვეღნიშნა, რომ მილიონზე მეტი ქალივე გასული ამ ქვეყნიდან. რომლებიც უვლიან საერთოდ სხვა ადამიანებს
დასაძრახი არ არის შრომა და მოვლა მით უმეტეს და პირიქით, პატივსაცემია ეს ყველაფერი. ძალიან სერიოზული სამუშაოა, იმიტომ რომ თავისი ოჯახები არ ხო, მაგრამ ძალიან ბევრმა სხვა პროფესიის ადამიანმა მიატოვა საკუთარი პროფესია, რომ ვერ ნახავს გასავალი. მე მესმის ახლა ისევ ბირთვულ ფიზიკას დავუბრუნდე და არ გვაქვს ადრონული კოლაიდერი, შესაბამისად, თუ გინდა რომ ფიზიკაში ნობელი აიღო და მაღალ წახვიდე და კონკრეტულ მიმართულებით მოგიწევს კიდე არ გინდა ან შვეიცარიაში ან ამერიკაში წასვლა, მაგრამ თუ შენ რაღაც ერთი პროფესია გაქვს, რომელიც ჩვენს ქვეყანაშიც არის, მაგრამ უბრალოდ შესაბამისად არ გიხდია, მოგიწევს ამ პროფესიის შეცვლა, ამ ქვეყნიდან წასვლა და საბოლოოდ ისეთ როცა იძულებული ხარ და გამოსავალი არ არის, აუცილებლად უნდა წახვიდე და ძალიან პატივსაცემია თითოეული ემიგრანტი ნამდვილად, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც თავის შულზე და ოჯახზე ფიქრობს და ისტოვებს ქვეყანას, წარმომიდგენია რა ტკივილი აქვს და აი ამას ვამბობდი ზუსტად, რომ დაე ეს არ მოხდეს და ჩვენი შვილები არ წავიდნენ საქართველოდან და იყვნენ ამ ხალხური ვადებლად მინიმუმ ცალკე იცხოვრონ და იყვნენ დამოუკიდებლები. თუ კარგი საკითხის მიდიან წავიდნენ, ოღონდ თავარია რომ დაბრუნდნენ და ის სწორედ ახლა ეს მაინტერესებს მე ეგოისტური დედები. როგორი არის შენი საომავლო გეგმა? ვისწავლეთ, დავაგროვეთ გამოცდილება, გავხდით პროფესიონალი და შემდეგ რას აკეთებ? უბრუნდები ქვეყანას და შენს განათლებას გამოიყენებ შენს ქვეყანაში თუ აპირებ რომ დარჩე საცხოვრებლად სხვაეთში? ჯერჯერობით არ ვიცი რა როგორ იქნება, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ ჩემს ქვეყანაში დავბრუნდე, იმიტომ რომ რამდენ ქვეყანაშიც არ უნდა წავიდე, ჩემი ქვეყანა მაინც ჩემთვის ნომერ პირველია, საქართველოს არაფერი არ მერჩევნია და სულ ფიქრობ, აი წინა დღეს მეგობარს ველაპარაკებოდი და ვუთხარი რომ მეთქი რა კარგი იქნებოდა რომ არ მოგწეოდა ქვეყნიდან წამოსვლა მეთქი, იმიტომ რომ საქართველო არის ჩემი სიყვარული და სულ გულში მაქვს. ხო, აი ეს ძალიან მიყვარს რა და ძალიან ხშირად მსმენია რომ აი ადამიანები რომლებსაც უამრავი ქვეყანა აქვთ ნანახი და უცხოვრიათ და ასე შემდეგ, აი მაინც ჩვენი ქვეყანა არის უპირველეს ყოვლისა და ყველას მასია სხვა ქვეყნის წარმომადგენლებსაც იგივე შეჭერ ცხოვრობენ ყველგან და ურჩევნიათ საკუთარ ქვეყანა, ეგ ძალიან კარგია, ნორმალურია, როცა შენ რატომღაც შენი ოჯახი რო გირჩევნია სხვებისას. ხო, გასაკვირია. მადლობა ლიზი, უღრმესი, გისურვებთ წარმატებას და ყველა თქვენი ჩანაფიქრის და მიზნის ასრულებას. ჩვენი სტუმარი იყო სტუდენტი ლიზი ჩხარტიშვილი, რომელმაც ისაუბრა სტუდენტურ ცხოვრებასა და გამოწვევებზე. მადლობა თქვენ. ხო, ახლა ნუ გაგიკვირდებათ და რაზე უნდა ვილაპარაკოთ. ხო, ისევ გავაგზავნოთ ის ლაპარაკი მანამდე რომ დავიწყეთ, მოკლედ პირდაპირ რომ ჩავთოთ ნონა და აღარ მელაპარაკოს საჭირო. საკუთარი ქვეყნის სიყვარული კერძებითაც შეიძლება იწყებოდეს, თქო, ხო ამბობდით? კი. იმიტომ რომ ის რეცეპტორები რაც გაგვაჩნია, ეს იქნება ასე ვთქვათ პროპრიორეცეფცია თუ ნებისმიერი სხვა მსმენა, ყნოსვა და ასე შემდეგ, ყველაფერი ასე ვთქვათ გვაკავშირებს იმ გარემოს და სადაც ვართ და თუ ის გარემო გვიყვარს, შესაბამისად სუნითაც ძალიან ბევრ რაღაცას გაიხსენებ. მოსმენითაც, დანახვითაც, შეხებითაც და ასე შემდეგ. ამიტომაც პატა, რაღაცა მინდა გკითხო, ხა როგორც პატას, როგორც მეგობარს, როგორც მამაკაც. მართლა სიმართლეა, როდესაც ქალი კარგი მზარეულია 1-2-ად ფასდება მამაკაცის მხრიდან? მეუღლის მხრიდან. ანდაზა არ ვიცი. ანდაზა არ არის, კაცო, ეს რეალობა, ასე ამბობენ. რა ვიცი, რა თქმა უნდა, ხო, გეუბნები გუში ლობიო ჭამეთქო და ვიძახი რომ თქვენ შენ ლობიო რესტორანში ჭამე. ხო და მაგას ვამბობ, რომ არ გცალია სახლში. კი, რაღაცებს ვამზადებთ ყოველდღე, მეც, ჩემი მეუღლეც, ანუ რაღაცებს ყოველთვის ვამზადებთ, ხო? ხან ერთი, ხან მეორე, ხან და ჩემი აკეთებს რა თქმა უნდა. ნუ სულ ერთია გეუბნები და ისე დაგვაკლდა, სადღაც შეიძლება დაგედო ვიღაცა კერც უნდა აკეთებდეს და ვიღაც ხელზე უნდა იყოს მიჩვეული. უნდა დაგიყაროს საკეკი, იმიტომ რომ აი გემოვნებას ძალიან რაღაცა დამოკიდებულია, ეს არაა მარტო მუცლის ამოყორვა. ჩვენ ადამიანები გავწვით უკვე იმას, რომ უბრალოდ დავიკმაყოფილოთ ენერგეტიკული შიმშილი, ეს ვაქციეთ სიამოვნების წყარო. კი. და შესაბამისად ახლა კერძი ბედაში ხა კაცს მიღმა ხო ვლაპარაკობდით, რომ შენთვის მაგალითად არის რაღაც კერძები, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია და მიუხედავად იმისა, რომ ათასობით ადამიანს უყვარს, შენთვის კოშმარია. ჩემთვისაც ვინი ფიქრობს ახლა, რომ ჩემთვის რაღაცა გარკვეული კერძები მიუღებელი? ხო, ჩემთვისაც არის რაღაც კერძები, რაც ძალიან ბევრს უყვარს და ჩემში არ იწვევს არანაირ სიამოვნებას და არც შეიძლება თვალდახუჭილმა არომატით კიდე მოვიწონო, მაგრამ აი მას ვერ შევჭამ. ნუ ვერ შევჭამ, მომკალი ეს არ ნიშნავს, რომ ცუდი კერძია, მე არ მიყვარს. რა თქმა უნდა, არც ხარ ვალდებულია, ყველა კერძი გიყვარს. არანაირად არ ვალდებულია კერძი გიყვარს, მაგრამ რუბრიკა მიყვარს. მაგრამ ყველა კერძის მომზადება უნდა იყოს, რომელიც არ მიყვარს.
ხო? ნამდვილად. მოხარშული ხახვი ბავშვობაში გიყვარდა? მოხარშული ხახვი კერძი არ არის. სუპში, არა სუპში, კარგი გებრიელ სუპში მოხარშული ხახვი რომ მოყვებოდა. ეს რო არ მიყვარდა იცოდნენ, ამიტომ არ ჭრიდნენ და ცალკე იყო და შემდეგ ამოიღებდნენ. მე მგონი ეს არც ერთ ბავშვს არ უყვარს. რას ერთში მოხარშული ხარშულ ხავს. ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის. არ გავუკეთოთ ახლა შავი. უმსაც არ აუწევს. კარგი, რა საინტერესოა დღეს ნონამ რა მოგვიმზადა? და თუ არის მოხარშული ხახვი იმ კერძი რაც მოგვიმზადა. თუ არის მზად ნონა შემოგვიერთდეს, მაინტერესებს დღეს რა კერძი უნდა გაგვაცნოს. დიახ. მზად ვარ ნონა, მოგესალმები, მივესალმები ჩვენს სტუმარს გიორგი. თანას სტუმარს. მოგესალმებით, მივესალმებით დიდი შესვენების ერთგულ მაყურებელს. კი, უკვე ჩვენი სტუმარი აღარ არის გიორგი, ფაქტობრივად თანაწამყვანია. არ ვიცი რა სხვა სტუმარი როგორ უნდა ვუწოდო, იმდენად ხშირად არის. მოკლედ ლინდა მესხიძის რუბრიკა აჯობსანდალი კვლავ გრძელდება, როგორც ხედავთ მეგობრებო და მე მისი დროებითი წამყვანი ნონა გახლავართ, ეს ყოველთვის უნდა გავემეორო ყოველ პარასკევს. მე მარადიონის სტუმარი გიორგი გახლავართ. და ლინდა მოვიკითხოთ აქედან აუცილებლად დიდი სიყვარულით კვლავ. ესე იგი, ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ქალთა საერთაშორისო დღე და მოდით ჩვენ მაყურებელს წინასწარ მივულოცოთ, ქალბატონებო, თქვენ ხართ სიკეთის, სიყვარულის, სიძლიერის სიმბოლო და გისურვებთ, რომ ყველა ნატვრა აგიხდეთ, გახსოვდეთ, რომ ხართ განსაკუთრებულები და საერთოდ ყველაფერი შეგიძლიათ. მათ შორის კულინარიაშიც, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად მამაკაცები უფრო დომინირებენ სამზარეულოში და აღწევენ დიდ წარმატებებს, ბოლო წლებში არც ქალები ჩამოუვარდებიან მათ და ძალიან დიდი მიღწევები აქვთ. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ცნობილი შემზარეული ქალი გახლავთ, ჯულია ჩაილდი, ლამის დამავიწყდა, თუმცა როგორ უნდა დაიწყო ასეთი, ხო, ასეთი ძვირფასი ადამიანის სახელწოდება. მოკლედ ჯულია ჩაილდს ძალიან ბევრი წინაღობა შეხვდა თავისი კარიერის გზაზე, თუმცა შეძლო ის, რომ დაემტკიცებინა ყველასთვის და პირველ რიგში საკუთარი თავისთვის, რომ კი, ქალსაც შეუძლია მიაღწევს ძალიან დიდ წარმატებას კულინარიაში. ის თავის მეუღლესთან ერთად თურმე პარიზში ცხოვრობდა და ძალიან მოეწონა ფრანგული სამზარეულო. მეც ასე გავხდი შეყვარებული ფრანგულ სამზარეულოზე და არ მიყვირს და ამის შემდგომ ჯულია ჩაილდმა შექმნა სახელმძღვანელო, რომლის საშუალებითაც ამერიკელებს გააცნო ფრანგული ყველაზე რთული კერძების მომზადების ტექნიკა და ამ წიგნმა კიდევ ერთი აღიარება მოუპოვა მას და შემდგომ უკვე ის სხვადასხვა კულინარიული შოუების სახე გახდა. და ის იყო ერთ-ერთი ცნობილი კულინარიული შოუს მასტერ შეფის ჟიურის წევრიც. მოკლედ, ქალსაც შეუძლია ესე იგი ქალსაც შეუძლია კულინარიაში დიდი ძვრები მოახდინოს, რატომღაც ძალიან აღვივდი ამ ისტორიის მოყოლისას და ემოციური იყო ჩემთვის. ძალიან კარგი. ახლა მინდა გიორგი ვართ ერთად. ახლა გისმენთ გიორგი, რას მომზადებთ მაყურებელს უთხრათ და ვის უძღვნი ამ კერძს. მოკლედ მე მსგავსი ჭერმეტყველებით არ გავაბერჩევი, ვიცით, შემიძლია ჭამა და ცოტა მომზადება, მაგრამ მეც ვისარგებლებ ეთერით და გილოცავ დამდეგ 8 მარტს და ულოცავ სრულიად სოფლიოს ამ სასწაულ დღესასწაულს გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ყველაფერი თბება და ლამაზდება და ეს თქვენი დამსახურებაც არის. იყავით რავი, ჩემთვისაც არ არსებობს ქალთან მიმართებაში ან რაღაც ყველა სექსისტური განცხადებები არ გვინდა, ყველა არის ძალიან კარგი, ყველა არის ძალიან ძლიერი, არ არსებობს უსტის სქესი. მოგეთ დღევანდელი ჩვენი მიზანია მოვამზადოთ ცოტა ისეთი დახვეწილი, გემრიელი და განსხვავებული კერძი. ჩვენ დავიწყებთ, ესე იგი, ჩვენ გვაქვს კრევეტები. ჩვენ გავაკეთებთ კრევეტებს ღუმელში გამომცხვარს, გრილის ამბავში. და ძაძიკის соуს ავაწყობთ ერთად, მე და ნონა. ვეცდები და გეხმარო. სხვადასხვა დავაგემოვნებ თუ გინდა პირდაპირ ეთერში არ არის პრობლემა. მე ჩემი ჩანგალი მოქვს მოტანილი და შემიძლია გათხოვო. მათხოვე ჩანგალი მაშინ. მე სანამ ძაძიკს დავიწყებ, ძაძიკის აწყობას, ღუმელში გადავიტან კრევეტებს და დავბრაწავ ძალიან მარტივად. თან იმასაც ვიტყვი, რომ არა, რომ მოვალ მე ვიტყვი. კაი, სანამ გიორგი მოვა, მე ვხედავ ძალიან საინტერესო და ლამაზ ინგრედიენტებს, რომელიც გაზაფხულს უხდება. ეს არის პომიდორი ჩერი, ხო, გიორგი? შემომეშველე. ფერადი, ნახეთ რა ლამაზი კერძი გამოვა ამის წყალობით. აქ რა გვაქვს, ჩავიჭრიტოთ. რაღაც ზეთი არის, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს რისი, ზეითუნის სავარაუდოდ ზეითუნის ზეთია.
რუკოლა. პროდუქტებს კარგად ცნობ, ყოჩა. კი, ხო, აი ნახოთ რამდენად კარგად შემიძლია გამოცნობა. ეს არის მაწონი? თუ არა? დაწურული მაწონი. აჰა, ყოჩა ღმერთი. ბერძნული იოგურტი შეგიძლია გამოიყენო, ანუ ძაძიკის ძალიან ბევრი ვარიაცია არსებობს და ყველაზე მარტივი соуსია. შეგვიძლია გამოიყენოთ ბერძნული იოგურტი, გაწურული მაწონი, კიტრი, ცოტაოდენი ნიორი, კამა და წიწაკა ქართულ რაღაცებს უხდება ხო წყობს. ძალიან კარგი სურნელია უკვე. ძალიან მნიშვნელოვანი ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, რომელი კერძი მოგვემზადებინა ხვალინდელი დღისთვის და გამომდინარე იქიდან რომ ქალბატონები ძალიან უვლიან თავს და მნიშვნელოვანია კოლაგენის გამომუშავება და ასე შემდეგ. მოგეთ კრევეტი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი ჩვენი ორგანიზმის. ანუ შეიცავს რკინას, B12-ს, არის დაბალკალორიული. ეს ყველაფერი არის ჩემი ერთ-ერთი სამსახურის დამსახურება. კლინიკაში მუშაობ და ჯანსაღი ამბები. გათვითნობიერებული ხარ უკვე ყველა საკითხში და კონკურენციასაც მიწევ, ახლა მგონი უნდა დაგტოვოთ. კი არა, ძალიან სასარგებლო ამბავია. ჩვენს კრევეტებს ჭირდება დაახლოებით 2 წუთი და მანამდე იმასაც ვიტყვი რომ ჩვენ დღეს მასპინძლობს ორიენტალი, თქვენთან ახლოს არის, თქვენი მეზობელია ტელევიზიის ფოტოშორის. და ძალიან კარგი რაღაცეები აქვს აქა და ძალიან ერთ-ერთი მათგანი არის ეს კრევეტები ძაძიკის соусით. ნახოთ რამდენად კარგი გამოვა. ნონა მართალი იყო, ეს არის მაღალი ხარისხის ზეითუნის ზეთი. ხოჩა, ნონა, აი ნახე ერთი შეხედვით გამოვიცანი. შევიშვები სამზარეულოში რა. ნუ მე დავიხვეწები. ნონა სანამ გაზაფხულის ამბებზე დაგელაპარაკებათ, მე გადავატრიალებ კრევეტებს. კარგი, ესე იგი როგორც უკვე გიორგი მგვითხრა, ჩვენ აქ გვაქვს ძაძიკის соуსი, ცოტაოდენი კიტრი, კამა, ნიორი და წიწაკა, რაც გვჭირდება. და ძალიან მარტივი ინგრედიენტებია, რაც ყველა ადამიანს შეიძლება მოეპოვებოდეს სახლში. საინტერესოა როგორ აწყობს ახლა ამ ყველაფერს და ასევე მაინტერესებს რამდენად ხშირად უმზადებ მეუღლეს კერძს. ძალიან ხშირად. ყოჩა. გამომდინარე ეს გამოვალი მდგომარეობა არის თორე ესე. მოგეთ ამ ეტაპზე მე ახლა მოვიტან ჯამს, ბოულს ერთი წავიჭირდება სულ. გიორგი, რომელია შენი მეუღლის საყვარელი კერძი, რომელსაც ხშირად უმზადებ? ესე თუ გცალია გუჩხარი. თითქმის ყველაფერი უყვარს, მინდა ვთქვა, თითქმის ყველაფერი უყვარს. ძალიან უყვარს სხვა შორის კრევეტები და ეხლა არ იცის რომ ჩართვა მაქვს და კრევეტებს ვამზადებ. მოგეთ ძალიან მარტივად ცოტაოდენ კიტრს. აჰა, ცოტა. დავუმატებთ. უკვე გამარტივებულ ამას ცოტა ნიორს, ცოტა წიწაკას და ცოტა მწვანილს. თვალის ზომით უნდა მივხვდეთ ყველაფერი რა რაოდენობა გჭირდება, ხო? გააჩნია რამდენ ადამიანზე ვამზადებთ კერძს. ეხლა ჩვენ უკვე მზად გვაქვს соуსი, მაგრამ ეს ხალხისთვის რომ ნახოთ როგორ მზადდება ზოგადად. ესეთი ამბავი გვაქვს. ხო, ჩვენ რა თქმა უნდა წინასწარ მომზადებთ, რომ უფრო დიდი დრო არ დაგვეკარგა, რადგან პირდაპირ ეთერია. წიწაკა ცოტა მარილი, გემოვნებით. ჩემ შემთხვევაში ბევრი მარილი. შენ თავად თუ გიყვარს ეს კერძი, რასაც ვამზადებ? აუცილებლად, კრევეტები ძალიან მიყვარს, დაბალკალორიული მე ახლა არ უჩივი წონას და ასე შემდეგ, მაგრამ დაბალკალორიულის ნირთმევა არ არის ცუდი. მოგეთ, ჩემი აზრით კრევეტები მზად არის. იმასაც ვიტყვი, რომ არსებობს კვების ობიექტები, რომლებიც არჩევს კრევეტები მოამზადოს ზეთით, ტაფაზე, მაგრამ აქაურები არჩევენ მოამზადონ მშრალად, დანსაღად. შეიძლება კრევეტი, რომელიც ზეთზე არის, უფრო წითელი და ვიზუალურად კარგი იყოს, მაგრამ დამერწმუნეთ დაუჯეროთ ჩემს გამოცდილებას, რომ ყოველთვის ჯობია მაყალზე და გრილზე მოამზადოთ, ზედმეტი ცხიმის და დანამატების გარეშე. ეხლა გადმოვიტან. უფრო მეტად არომატული და უფრო გემრიელი იქნება, დარწმუნებული ვარ, უკვე ისე გამოიყურება. აი, ძალიან ყოველთვის მწყდება გული, როცა არ შეგვიძლია გადმოვცეთ სურნელი. აი, სასწაული ამბები ხდება, აი. თუმცა მაყურებელი ხედავს და დარწმუნებული ვარ, ძალიან მოიხიბლა უკვე. თან ესეთი იდეალ სიმარტივეშია სულყოფილება ჩემი აზრით და მინდა გაჩვენოთ აი ახლო კადრით აი როგორი მომზადებულია კარგი სურნელია აი ჩვენს წამყვანს სოფოს ძალიან უყვარს ზღვის პროდუქტები და ახლა დარწმუნებული ვარ იმდენად უნდა აქ ყოფნა შეიძლება პირდაპირ გამოიქცეს არ ვარ შორ სოფო შეგიძლია მოხვიდე სოფო გელოდებით როგორც კი მოვრჩებით გადაცემას დაგელოდებით აქ ვიქნებით და ერთად დავაგემოვნოთ
მოდივარ არ ვხვდებით. ჩვენი ძაძი კი მზად არის. გარბიან კრევეტები. არა, ახლა მართლა დაგელოდებით, შენ თუ არ დააგვიანებ, რომ მოუსწრო სანამ ჩვენ დიხლიანად მივწევთ ამ კერძს. დავიწყოთ დაფის აწყობა, ესე იგი. უკვე ესე მალე შეგვიძლია ავაწყოთ ჩვენი კერძი. ყველაფერი მარტივი გენიალურია. ძალიან მარტივად მოვამზადეთ სასწაული რაღაც. აქ თავარი კრევეტის ჩემი აზრით ამ პოზიციაში, ამ კერძში თავარია ხარისხი რა. აი ჩერი პომიდორების როგორ გამოიყურება, ვთქვათ, ზეითუნის ზეთით და ასე შემდეგ რა. ზეითუნის ზეთით, მოდი შენ ჩაასხი, ვითო რაღაც. რაღაც პატარა წვლილი რო ვითო რაღაც პატარა წვლილი რო შევიტანო. ქალი სამზარეულოში. ნონა სამზარეულოში. და როგორ მოვიქცე? ამასი. და მე ამოვურო კი. კარგი. აი, ვაუ, ზეთის დასხმა კარგად შემიძლია, ხო? საკმარისია. ბევრი ხარ მომი. არა უშავს. არა უშავს. ზედმეტი არაფერი ვარგა, მაგრამ ამ შემთხვევაში ნახე ლამაზია სამაგიეროდ. ჯანსაღია და დაბლოკალორია. უკვე ჯანსაღი აღარ გამოვიდა, იმდენი ზეთი დავამატე. ზეთი ერთ-ერთი ჯანსაღი პროდუქტია. კი, მაგრამ ზომიერად უნდა გამოვიყენოთ ესეც და ესე არა მეკობრებო. არა უშავს, ახლა ნელ-ნელა ვისწავლი და ვიყვაწები რა პრობლემაა. ეხლა რახან გაზაფხულია, გავაფეროთ ჩვენი კერძი. რეალურად ამ კერძზე მიყვება დაგრილული პომიდორი, გრილზე გამომცხარი პომიდორი, მაგრამ დაგრილული, როგორ დაგრილული რაღაც სუდა არასწორად ჟღეს. არა უშავს, მე ხომ პატიობთ. კი, მეც მაპატიებენ, არა უშავს. ყველაფერი გვეპატიება ხანდახან. ესე იგი, ჩვენ კიდევ ერთხელ ხელებს ვიბანთ და არ ვიკეთებთ ხელთათმანებს. რომ ვიგრძნოთ თითოეული ინგრედიენტის ტემპერატურა, მეგობრებო, თან ამას ისევ ჩვენ მივირთმევთ. და როცა მაყურებელს მოუმზადებ გიორგი, შეგიძლია გაიკეთო ხელთათმანი, თუ ამას გთხოვენ. ხო, არა უშავს. არა. არ მოგთხოვენ, ამასაც გადავიტანო. ნახეთ როგორი ლამაზია მეგობრებო, ისე როგორ უნდა მიირთვა, როგორ უნდა დავშალოთ ეს კერძი. იდეალურად გამოიყურება, სურნელის გადმოცემა, როგორც გიორგიმ თქვა, სამწუხაროდ არ შეგვიძლია, მაგრამ სიტყვაზე გვენდეთ, რომ აი საოცრება. ჩვენ ახლა რაც ძალიან ჩვენი რეჟისორი ამბობს, რომ ერთი ძალიან უნდა ამის მირთმევა და სიამოვნებით დაშლი და თან საკმაოდ ახლოსაა და მოდი მოვასხოთ და დავიწყოთ. ნონა მოასხამს და მე ღვინოს დავასხამო, ჩვენი კერძი სრულყოფაში მოვიყვანოთ. ნახეთ, დღეს ძალიან ვიშრომე, მოკლედ ზეთი ხო დავამატე, ახლა ლიმონის მოსხმის ცერემონია მოვაწვროთ. კრევეტებს ხო? კი, მოვაწუწოთ. კაი, მგონი საკმარისია. ჯიჯი ჰადიდი გაიჩიტა ჩემს. გაიჩიტა, რასწორ ბოდის ვიხდი. არა, უშავს გიორგი გაპატიებთ. ეს ჩვენი ღვინო, რა თქმა უნდა, ამის garaშე როგორ შეიძლება ამ კერძის დაგემოვნება ზღვის პროდუქტებს ძალიან უხდება, თუმცა ზომიერი რაოდენობით, რა თქმა უნდა. არ უნდა გადავაჭარბოთ მეგობრებო ალკოჰოლის. კრევეტების დაფა ბოსტნეულთან ერთად, თეთრი ღვინო, გაზაფხული, რვამარტი, მეტი რა ვქნათ. და ეს კერძი მიუძღვნათ ქალბატონებს, ხო? თუ შენს ისო რომ გაგვიმარჯოს და გაუმარჯოს ყველა ქალბატონს და საერთოდ ყველა ადამიანს, ვისაც გულში სიკეთე აქვს მეგობრებო. ვიყოთ უბრალოები, ნამდვილები და ის, ვინც ვართ. არ ვითამაშოთ. რაღაცის თქმა გინდათ. შეგიძლია თქვა. დავულიოთ, რაც კარგად გამოვდის, დავულიოთ და ვჭამოთ. და ვილაპარაკოთ. შენ ლაპარაკი მე ჭამა. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. მე რაც მივხვდი, თურმე თეთრი ღვინო უხდება კრევეტებს. როგორც ყოველთვის შესანიშნავ ხასიათზეა. შენ რა სიტყვა? შენ რა სიტყვა? ეხლა ჩვენ უნდა ვისაუბროთ. ამ ბოლო დროს სულ გვესმის ჯანსაღი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჯანსაღი. ალბათ ზოგიერთ ადამიანს აშფოთებს კიდევაც ეს სიტყვა, ზოგიერთი პირიქით აი ამ მიმართულებით აკეთებს უკაცრავად ყველაფერს და ძალიან მნიშვნელოვანია ნუტრიციოლოგთან გავიაროთ ალბათ დეტალები, თუ რა არის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი, თუნდაც ვარჯიშის დროს, ან კვების დროს, რომ ჩვენ ვიყოთ კარგ ფორმაში იგულისხმება ვიყოთ ჯანმრთელები, აქ არა აქვს რა თქმა უნდა წონას მნიშვნელობა ან საათობრიობას, რომ ყოველდღე ვივარჯიშოთ და ეს ყველაფერი გადაგვივიდეს შფოთვაში, არამედ სწორად გავთვალოთ ყველაფერი. სტუმრად მოვიწვევ სტუდიაში ნუტრიციოლოგს, ფიტნეს ინსტრუქტორს მარიამ დვალს. შუადღე მშვიდობის, მოგესალმებით. აი ყველაზე მნიშვნელოვანი ბალანსი. აი ბალანსირებულ კვებაზე ვისაუბროთ და ბალანსირებულ ვარჯიშზე. ქალბატონები, რომლებიც არ არიან დაკავებული პროფესიონალურ დონეზე, ვარჯიშს გულისხმობ, მაგრამ აქვთ სურვილი, რომ იყვნენ ფორმაში. რამდენი ხანი უნდა ვივარჯიშოთ? როდის უნდა დავიწყოთ ვარჯიში თუ საერთოდ არ ვარჯიშობთ? აი თავიდანვე ეს ეტაპები რომ გაგვიზიაროთ.
მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სოლიდარობა გამოვცხადო პოლიტპატიმრებს და ეხლა გავაგრძელოთ ჩვენი თემა. კი ბატონო. როგორც ვიცით, ჯანსაღი კვება და ვარჯიში ერთობრივად აუნჯობესებს არა მხოლოდ ჩვენს ფიზიკურ მონაცემებს, არამედ ცვლის ჩვენს ენერგიას, ზრდის, თვითეფექტურობას და ჩვენს კეთილდღეობას. ასევე მნიშვნელოვანია ქალბატონებისთვის, განსაკუთრებით, რადგან ქალის ფიზიოლოგიური მდგომარეობა დღეს სხვა გამოწვევების და მოთხოვნების წინაშე დგას და შესაბამისად კვება და ვარჯიში ერთობლივად ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს, დადებით გავლენას ქალის ჰორმონალურ ბალანსზე, ასევე მენტალურ ჯანმრთელობაზე. აქვე მინდა ვთქვა, როდესაც საუბრობ ჯანსაღ კვებაზე, ხშირად ადამიანებს ერევათ დიეტაში, აიგივებენ ჯანსაღ კვებას დიეტასთან, რაც მცდარია, რადგან დიეტის ხსენება, თვითონ ამ სიტყვის ხსენება ასოცირდება აკრძალვებთან და უარყოფით ემოციებს იწვევს, სირთულეებს, სტრესის, დიახ და როცა პირიქით არის ჯანსაღი კვება, ეს არის დაბალანსებული კვება, ეს არის მრავალფეროვანი კვება, ყველა აუცილებელი მიკრო და მაკრო ნუტრიენტებით შედგენილი ჩვენი ყოველდღიური კვების რაციონი და არანაირი სტრესთან არ არის ეს დაკავშირებული. ასევე არის ვარჯიში. ეხლა ვარჯიშზე ვსაუბრობ. ზომიერება არის აუცილებელი. თავდაპირველად ადამიანი როცა ვარჯიშს იწყებს, დიდი დატვირთვით უდგება ამ საქმეს, რაც მცდარია. ეგრევე, ხო. მე ვურჩევდი ქალბატონებს თავიდან დაიწყო კვირაში 1 დღე გამოყო, შემდეგ 2 დღე, 3 დღე სავსებით საკმარისია, მცირე დატვირთვებით. და შემდეგ უკვე სურვილის მიხედვით თუ რა მიზნები გვაქვს შესაბამისად შევადგინოთ სავარჯიშო პროგრამა, დატვირთვაც და ყველა ქალბატონს ვურჩევდი, რომ გამონახოს ამისთვის დრო. და ვურჩევდი ასევე ერთ რამეს, საკუთარ თავს კითხონ, რამდენად უყვართ საკუთარი თავი. ჩვენ ვიცით, რომ ქალები დაჯილდოვებული ვართ სიყვარულით, თავგანწირვით და ეს სიყვარული გამოიხატება ქმედებებში, მაგრამ საკუთარი თავის მიმართ როგორ ვართ ამ საკითხში? ეს არის ზრუნვა ჩვენს ჯანმრთელობაზე, ჩვენს ფიზიკურ მონაცემებზე, მენტალურ ჯანმრთელობაზე და დავიწყოთ მცირე ნაბიჯებით და იმ ქალბატონებს, რომელსაც ხელი აქვს ჩაქნეული აი 11 კილოგრამების მომატების შემთხვევაში, რომ მე ვეღარ დავიბრუნებ ჩემს ძველ ფორმებს, სპორტული დარბაზი ჩემთვის არ არის, იქ მხოლოდ სპორტსმენების ადგილია, ან ტანადი გოგონების და ბიჭების ადგილია, ეს ასე არ არის. ვურჩევდი მოიხსნან ეს დაბრკოლებები, ეს სტრესული მდგომარეობა გადალახონ, გადადგან პირველი ნაბიჯი და ზომიერად შეუდგნენ ამ გზას ვარჯიშიც და კვებაც იყოს ზომის ფარგლებში. აუცილებლად გავა შედეგზე ასეთი მიდგომა. აი ძალიან კარგია, როდესაც ფიტნეს ინსტრუქტორი ხართ და თან ნუტრიციოლოგი, ანუ ამ ვარჯიშის პროცესში ქალბატონებს ურჩევთ სწორ კვებას და რა თქმა უნდა ეს ინდივიდუალურია. დიახ, აუცილებლად. არის ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ფიტნეს ინსტრუქტორთან მივდივართ, კვებას არ ვარეგულირებთ, ჭამთ ყველაფერს, მივირთმევთ ყველაფერს და არ გვაქვს შედეგი. აი გვითხარით პატარა საიდუმლოება, პატარა ხრიკები, თუნდაც მათ ვინც მხოლოდ ვარჯიშობთ და არ ყავს პირადი ნუტრიციოლოგი. დიახ, იცით ეს არის მონდომება, სურვილი. აი ყველას ვურჩევ ესეთ რამეს, რამდენად ძლიერია ჩვენი სურვილი, რომ გამოვიყურებოდეთ კარგად, ვიგრძნოთ თავი ჯანმრთელად. როდესაც ამას გავარკვევთ, მე უკვე ყველაფერს აკეთებს ადამიანი, რომ ამ სურვილს მიაღწიოს. და როცა იწყებ ვარჯიშს, ატყობ, რომ თუ კი კვებას არ იცავ, ეს ვარჯიში ნაკლებად ეფექტურია. და მიდგომა არის კვებასთან დაკავშირებით უფრო რთული, რომ ადამიანს აუხსნა, რომ ეს არ არის სტრესული მდგომარეობა, ეს არ არის მხოლოდ წიწიბურას და ფილეს მირთმევა, ეს არის მრავალფეროვანი კვება, გრამებით. ქალბატონ მარიამ, შეიძლება ჩაგერთოთ ახლა ეს ულამაზესი ცხოველი მყავს გვერდზე, ცოტა გატიკინებულია, როგორც ამობენ, ბუნებაში ხო არ ხვდება ცხოველები, რომლებიც არიან სუქნები და დაუშვათ მათი ცხოვრება უარყოფითად, ასე ამის გამო, ანუ ვითარდება ხო ცუდად, იმიტომ რომ ან უნდა გაექცეს, ან უნდა გაეკიდოს, ხო? ასე ცხოვრება მოწყობილი სამწუხაროდ ბუნებაში, ადამიანები თითქოს გავცდით ამას, ну, ამაზე ცალკე ვილაპარაკოთ მე. აი, ხარ შეიძლება ბუნებას თავიდან დაუბრუნდეთ, დავაკვირდეთ, როგორ იკვებებოდით, დაუშვათ ჩვენს წარსულში და ისე ვიკვებოთ, რომ ვიყოთ ჯანმრთელები. შეხოთ ცხოველებსაც ვაფუჭებთ ამ შემთხვევაში. კი, როგორ არა. ეს ჩვენი სენია, რომ ზედმეტის ჭამა ცოტა სიარული, მე ცხოველებსაც ვატენით, ყოვზით ამ სხვადასხვა საჭმელს და ვასუქებთ ამ საწყლებს და მე ამათთან პრობლემები აქვს. აი, ცხოველების განსხვავება. მარტივი წესები, რითაც შეიძლება დავიცვათ თავი, არასასურველი ფიზიოლოგიისგან, თორე
გარეგნობაზე საერთოდ არ არის ვისაც როგორ დიახ, იმიტომ რომ ჯანმრთელობის პრობლემის წინაშე დგას მე ადამიანი ასეთი გადაგვარებული კვები ძალიან მარტივია. აი პირველი რაც არის, აი აკრძალვებზე იმიტომ საუბრობ და იმიტომ მოვსმევ ხაზს რომ აი როცა იცი რომ არაფერი არ გაქვს აკრძალული, უბრალოდ სწორად უნდა გადაანაწილო დღის განმავლობაში შენი კვების რაციონი. ანუ დილით მიირთვა, შემდეგ შუადღით, საღამოთი, ანუ არაფერი აკრძალული არ გაქვს, უბრალოდ უნდა იცოდე როგორ რა ინდივიდუალურად ადამიანს რა სჭირდება, ფსიქოლოგიური მომენტია. დიახ, აი მე ვარ კვების მწვრთნელი, არა მხოლოდ შემიძლია ადამიანს შეუდგინო კვების რაციონი, არამედ ვეხმარები ფსიქოლოგიურად ეს ემოციური ფონი როგორია, აი ესა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ ადამიანის განწყობა წამოიყვანო დადებითისკენ. აი ძირითადად ქალებს რა აწუხებთ? რატომ ვერ ახერხებენ თუნდაც თავს დაუთმონ დრო? ხო არის ახლა ესეთი სიტუაცია, რომ უამრავ ადგილზე მუშაობენ, არაგვდრო ივარჯიშონ, იკვებონ სწორად. აი ეს გადატვირთული გრაფიკი ზუსტად მაპროვოცირებელია არა ჯანსაღი კვების. დიახ. ამ აი შემთხვევაში იცით რა არის ქართულ ქალბატონებში არის ზედმეტად თავგანწირვა ოჯახის წევრებზე, გარშემოყოფ ადამიანებზე და აი აქ იკარგება საკუთარი თავის დრო აღარ არის და იცით რა აი სიყვარული ხო ქმედებაში გამოიხატება. გამოხატოთ ჩვენი თავის მიმართ ქმედება, იგივე ჩვენი ოჯახის წევრების მიმართ, რომ ჩვენ რო ჯანმრთელები ვიქნებით, კარგ ხასიათზე ვიქნებით. ეს ხო ბევრად უფრო ნაყოფიერი იქნება ყოველდღიურობაში. აუცილებლად. მხოლოდ ის რომ ოჯახში ვიზრუნოთ სხვებზე არ არის გამოსავალი, ანუ საკუთარ თავსაც უნდა დაუთმოთ ერთი საათი. აი დაუთმოში რა იგულისხმება? თუნდაც ვივარჯიშოთ, დავიწყოთ კვირაში ერთი დღე, თუ კი დრო არ გვაქვს. შემდეგ 2 დღე, 3 დღე არის სავსებით საკმარისი. აი კვირაში 3 დღე, თითო საათი, ეს არ არის ესეთი დრო, რომ ვერ გამოვნახოთ საკუთარი თავისთვის. აი მთავარია ეს გადავლა ხოთ ბარიერი, ეს სირთულე რაც წარმოგვიდგენია, რომ მე ეს არ შემიძლია, მე ამას ვერ შევძლებ. ჩემს პრაქტიკაში გოგონები მოდიან, ვარჯიშობენ, თავიდან მე ამას ვერ გავაკეთებ, ეს როგორი რთულია, გადის დრო და თავად უკვირთ, გაოცებულები არიან, რომ როგორ შეეძლეს. აი ეს ბარიერი რომ მოიხსნას, რომ გადალახო, მოინდომო, მოისურო ჯანმრთელად და ჯანსაღად ყოფნა, რა ვიცი, აი ეს არის სირთულე. ძირითადად არის გვიან ვაცნობიერებთ ქალები ალბათ, ხო? აი რაღაც უკვე შედეგი რო გვაქვს, უი არა, ეხლა უნდა ვივარჯიშო, ეხლა ჯანსაღად უნდა ვიყვება. აი გადატვირთული რატომ მანამდე არა და აი ეკლექტიკურ გარემოში შესაძლებელია, როგორ ვთქვათ, იცი, ვარჯიშების დასუткეს შევაზავოთ სხვა რაღაცა ამბებთან და მივიღოთ შედეგი, მაგალითად, კვება ვაქციოთ ვარჯიშოთ, მაგალითად დავამძიმოთ კოვზები. წარმოიდგინე კოვზი ჭამა, მაგრამ კოვზი არის კაი მძიმეა რა და აი მოქმედებაში ნელა ხედავ კუნთები ამოგდის ხელზე, მე მანაცვლოდ მარცხენა ხელი ვჭამოთ. მე ფანტაზიას მოუყვება, თებში იყო ისეთ რაღაც მაგიდას დადგმული, რომელსაც სანამ ფეხით არ დავაჭერთ, მაგალითად თებში არ ამოვა ახლოს კოვზი ბუნებრივად მძიმეა უკვე. ეგეთი აპარატი და შექმნა ეხლა შენ. აპარატიც კი უნდა გამარჯვი გლიდეს, ყბაზე უნდა ჩამოგიდე და ჩამდგეს. კუნთებს ავარჯიშე. ზომიერება ყველაფერში. ესე იგი, პირობითად თუ მე მიყვარს გემრიელი კერძები, გემრიელად ჭამა. ნუ პირობითად კი არა, ხა ასეც არის. ყველას გვიყვარს. მაგრამ თან მინდა რომ ჯანსაღად ვიყვებო. ხშირ შემთხვევაში ჩემი გემრიელი კერძი არ გამოიყურება ჯანსაღად და მისი შემადგენლობაც არაჯანსაღია ხოლმე. მაგრამ თუ მინდა რომ ჯანსაღად ვიყვებო, სწორად ვიყვებო და თან ეს კერძიც იყოს გემრიელი. აი როგორ მოვიქცე ამ აუცილებლად კერძი უნდა იყოს გემრიელი. აუცილებლად თუ კი ის არ არის გემრიელი, შეუძლებელია ის ამ კვებას ვუწოდოთ ჯანსაღი. აი ამაშია შეცდომა, აი ცნობიერება არ არის ადამიანების ისე რომ ჯანსაღი კვება, აი ხედავთ როგორი შეკითხვა დამისვით, რომ გონიათ რომ ჯანსაღი კვება არის უგემური, ცუდი კერძის მირთმევა. ამ დროს ესე არ არის. არც აკრძალვები არ არის. ესეც ფსიქოლოგიური მომენტია ალბათ. და ცოდნა არ გვაქვს. არასწორი ეს მითები, თვითნებური, აი ეს მითები, ეს იწვევს ამას. შეიძლება კიდე ერთ მითზე ვილაპარაკოთ და დაგვისვრიოთ. ძალიან ბევრი ადამიანი აღნიშნავს იმას, რომ ჯანსაღი კვება კი გემრიელი კი ბატონო უნდა იყოს, ამაზე თანხმდებით, ბოლო წლები განსაკუთრებით, მანამდე მართლა იყო ისეთ ვიდეოებს და რაღაცებს უყურებდი, რომ იმის ჭამა, რა ვიცი, მართლა მსხვერპლ შეწირვას გავდა, მაგრამ ახლა რო უყურებ, კი გემრიელია, გაგვისინჯავს ყველაფერი, მაგრამ ბევრი წუწუნებს ვიცი, რომ ეგეთი ჯანსაღი კვება, რომელიც გემრიელია, ძვირი.
ესეც მითია თუ არა ამითი და არ არის მითი, იცით რა გააჩნია, შეიძლება იყოს ორაგული რომ უნდა მივირთვა, მითი არ არის. არა, მაგალითად სიძლიერესთან არ არის დაკავშირებული, მინდა გითხრათ. ჯერ ინდივიდუალურად დგება კვება, ვის რა უყვარს, როგორ უყვარს, ვის საუზმე ურჩევნია, ვინ გამოტოვებს საუზმეს, ვის რა ჭირდება, როგორი მიზნები აქვს, მის ორგანიზმს რა ჭირდება ჯანმრთელობის მხრივ, ყველაფერს ვითვალისწინებ და არ არის მადამაიც რომ ორაგული მივირთვათ ზვირადღირებული, შეიძლება ისე შევადგინოთ კვების რაციონი და თავი დაფასებული არც გარკვეულია. დაბალანსებულად ისე მივირთვათ, რომ არ იყოს ეს ზვირადღირებული. და ყველაზე უნიშნულოვანესი დილის საუზმე. აი გავდივართ სამსახურში, უცებ არ გვაქვს დრო და აი უცებ რა შეიძლება რომ მივირთვათ. იცით რა არის? აი საუზმე მოზრდილებში ცოტა ესეთი თემა მოზარდებში აუცილებელია საუზმე, მაგრამ მოზრდილებში ზოგიერთი ადამიანის ფიზიოლოგიური მდგომარეობა ისეთია, რომ გამოტოვებს საუზმეს და არ არის ეს კატასტროფა. მთავარია შემდეგი კვებები დავაბალანსოთ სწორად. მაგრამ აი ესე უცაბედი ეს ძალიან ცუდია. ჯობია ყავა მივირთვა, ჯერ წყალი მივიღოთ, შემდეგ ყავა მივირთვა, აუცილებლად. ხო, უზმოზე პირდაპირ ყავას არავის არ ვურჩევ და რა ვიცი, აბა ესეთ გადარბენების რეჟიმში თუ ხართ, ჯობია გამოტოვოთ საუზმე და შემდეგ უკვე და შუადღითაც თუ ვერ ვახერხებთ. არა, უნდა მოვახერხოთ, უნდა შევძლოთ. შიერზე, აი შიერზე ხაშანსი არ მაქვს და ტკბილი მაქვს მხოლოდ არჩევანი. რა გავაკეთე? დილით? არა. თავი უნდა შეიკავო. ხო და რა, როგორ ვქნა მე გამბავი? ანუ მოხდა ისე რომ საღამოს არავის არ ეცელა, დილას არ ცალიერებს, გავდივარ საქმე აწუჩი, რაღაც უნდა ვჭამო მშიათან და მას ნამსხარი რაღაცები დევს. არა, თუკი ეს შოკოლადრიურად. შოკოლადი კი, როგორ არის? საერთოდ ხა ჯანსაღყვებას რო ვადგენთ, იქ ადამიანებს არ ვუკრძალავთ, რაც ძალიან უყვარს. ნელ-ნელა უნდა გადავიყვანოთ, აი მავნეჩვეებში და ძალიან ისეთი პროდუქტები თუა. და ტკბილი ხა ეგეთი შემთხვევა ყოველდღე არ არის. თუკი ესე გამოუგვალი მდგომარეობა მიირთვით. არ არის ეს თუკი შემდეგ გააგრძელებთ თქვენ ჯანსაღყვებას, სწორყვებას, არაფერს დაგიშავებთ ეს. ან ისიც არ არის რომ დაუშვათ ჯანსაღყვებაზეა სისტემატურად ადამიანი და დაუშვათ წოვლებაზე წავიდა და იქ არ მიირთვას ცოტა ისეთი ან ტკბილეული ან ტორტი ან ქართოლებში აი თუ არის საკვები რომელიც აუცილებლად უნდა მივირთვათ დღის განმავლობაში ესეთი საკვები ან ჩავანაცვლოთ მაგალითად რძის პროდუქტები ხორცეული თევზეული ალბათ ხილი ბოსტნეული ხილი ბოსტნეული კი ხილი ყველაზე მიუღებელი ყველაზე ანუ მეორე უკიდურესობა ნუ რა ვიცი ხა ეს ყველაზე მიუღებელი რა შეიძლება რა არ შეიძლება ანუ სწრაფი კვება ნებისმიერი სწრაფი კვება იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით რა პროდუქტებისგან არის ეს დამზადებული. რომ ვიცოდეთ ჩვენ რო გავიკეთოთ ჰამბურგერის სახში. ნუ გავიკეთოთ გამონაკლისის შემთხვევით როგორც აი ისევ და ისევ გამონაკლისი. აი თუ კი ადამიანი მუდმივად არის სწორყვებაზე, ხანდახან ყველაფერი უნდა მივირთვათ ეს აკრძალვა აი დაუშვათ ჩვენ ქართველები ვართ გვიყვარს ეხა დღესასწაულებზე საცივი, ხაჭაპური, აი ესეთი ხო? ეს ხინკალი, კი ბატონო, წვეულებებზე, დღესასწაულებზე მივირთვათ. ანუ ყოველდღე არ უნდა ვჭამოთ არც ხინკალი. დიახ, ყოველდღე ზომიერება, აი ყველაფერში თუმცა ხილი მნიშვნელოვანია. ხილი ძალიან მნიშვნელოვანია. ბოსტნეული ცხიმი, ჯანსაღი ცხიმი, ბოსტნეული ხილი, თხილეული. ანუ რო დავაკეთეთ საქართველოს დასავლეთის ნაწილის სამზარეულოს პრინციპში ეგაა, რასაც თქვენ ამოთხოვთ. ჩვენ სულ სალათები, სულ ჩვენი საფხალეული ათობით სახეობის ხალხი. ვისაც გვიყვარს ხორცი მაგალითად, რა თქმა უნდა, კარგია რომ მივირთვებთ, მაგრამ აი ვეგეტარიანელები და ესე შემდეგ როცა არ მიირთვევენ, მაგრამ ძალიან კარგად გამოიყურებიან. ანუ შეგვიძლია ჩვენ დასაკვირველია ვეგანური კვება ცალკე. ვავნებს. აი ბოსტნეული და ხილი უფრო მნიშვნელოვანია. კი, მნიშვნელოვანია სხვა საკვებთან ერთად, ოღონდ აი მხოლოდ ბოსტნეულზე და ხილზე ყოფნა არა, იქ დაბალანსებულად უნდა მივირთოთ. და როდესაც ხილს მივირთვა თუ შედარებით მოთხოვნილება ტკბილზე უკვე აღარ არის ისეთი ძაფრი, აი როგორც თქვენ ახსენეთ. ქალბატონო მარიამ, მადის დაქვეითებისთვის რაღაცნაირად ჯანსაღ მეთოდად ადამიანებმა აი შეარჩიეს ერთი ჭიქა წყალი. ჭამამდე დაახლოებით 9 საათით ადრე უნდა დალიო ერთი ჭიქა წყალი და შეიძლება ითქვას რომ ამით კუჭს ვატყუებთ.
ან ტვინს ვატყუებთ, არ ვიცი, აი რამდენად სწორია ეს მეთოდი და რამდენად მუშაობს? არ მუშაობს. საერთოდ უნდა მივყვეთ ორგანიზმს მოვუსმინოთ. აი ესეც რომ აი კონკრეტულად აი ნახევარი საათით ადრე ერთი ჭიქა წყალი, ორი ჭიქა წყალი ან კვების შემდეგ გავიდეს გარკვეული დრო, ესეც უკვე დრგუნავს ადამიანს, იცით? მივყვეთ ჩვენს ორგანიზმს მოვუსმინოთ, აუცილებლად გაძლევს სწორ მითითებებს, სწორ სიგნალებს იძლევა შიმშილთან დაკავშირებით, წყურულთან დაკავშირებით და აი ესეთი ჩარჩოები ძალიან შევაჯამოთ ჩვენი საუბარი, არ არის მთავარი რომ ავდგეთ და ეგრევე დავიწყოთ კვირაში სამჯერ ვარჯიში, ეგრევე დავიწყოთ დიეტა და ეს მითები რაც ვახსენეთ და კილოგრამებით და იყოს უგემური და ასე შემდეგ, არა, შეგვიძლია ნაბიჯ, ეტაპობრივად დავაკეთოთ ეს ზომიერად და ეს არ უნდა იყოს შფოთვის მომგვრელი, რომ აი ხა მე თუ კვირაში 5 ჯერ ვივარჯიშებ, მაშინ გავხდები არა, შესაძლებელია კვირაში ერთხელ დავიწყოთ და მოვამატო, 2 ჯერ, 3 ჯერ დავტოვოთ და ვიყოთ ფორმაში. აუცილებლად, აი ვარჯიშიც არ უნდა იყოს ვალდებულება, იძულება, საკუთარ თავზე ძალადობა, სიამოვნების მომნიჭებელი უნდა იყოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს შედეგი და ხანგრძლივ შედეგზე გავდივართ. აუცილებლად მოგთხოვს, როდესაც უკვე მიეჩვევა ამ აუცილებლად. უღმესი მადლობა დაგემშვიდობებით. სტუმრად ყავდა სტუდიაში მარიამ დვალი, ფიტნეს ინსტრუქტორი და ნუტრიციოლოგი და დროც მოვიდა ჩვენს მაყურებელსაც დავემშვიდობოთ. და ბარენ კარგად იყავით და თუ გაუჩნდა ინტერესი ჩვენს მაყურებელს თუ რატომ არის მთელი ეთერის განმავლობაში ბიბი ჩვენთან, მოდით. მე გეტყოდით ერთ მნიშვნელოვან რაღაცას, რომ ახლა ჩვენ მაღაზია არ გვაქვს, ვარეკლამებთ, მაგრამ აი ეს ძაღლუკა კონკრეტულად და რამდენიმე ასეთი მსგავსი ჯიშის ძაღლუკები არიან მაგალითად ანტიალერგიული ძაღლებს ეძახიან, ხო? იმიტომ რომ მათი ბეწვი არის ისეთი, რომ შეიძლება ვინმე ოჯახში ყავდეთ ალერგიული და საერთოდ ანუ ამათ ბეწვი არ ქონდეთ არანაირი რეაქცია და შესაბამისად ბავშვებისთვისაც არ არის მამე. კი ბატონო და კიდევ ჩანჩურა და ცანცარ და ბუსკუნა ძაღლები. კიდევ ერთი მიზეზი რომ მე პატრონმა ვერ დატოვა სახლში, როგორც ახლა ჩვენ შვილებს ვერ ვტოვებთ ხოლმე სახლში ეს არის და ბიბი გოგო არის და მეორე ნახევარს ეძებს შეიძლება ესეც ვივარა. ანუ შეიძლება რა გითხრა რომ ბიბი მოყავი ვერ. ვამართლოთ სამწასო. ვამართლოთ, კი ბატონო. კარგი, გემშვიდობა. კარგად იყავით. ყურადღებისთვის მადლობა ჩვენ სტუმრებს და ბედნიერ უქმეებს გისურვებთ დიდი შესვენება, ისევ ორშაბათს დაგიბრუნდებათ ჩაუდროს პირველ საათზე. კარგად იყავით. დროებით.